შევიწევთ ამერის ხომას რომ ნახონ. ოკეი, მოგესალმებით ყველას. მადლობა რომ მობრძანდით დრო დაგვითმეთ. ესე კარგი ისმის თუ მიკროფონით საჭიროა. უკანაც ისმის ხო? ჩვენი. კარგით. დღეს ტექნიკურ საკითხებზე არ ვსაუბრებთ, როგორც ლექციებზე ვსაუბრობთ ხოლმე ალბომში. იქნება უფრო ზოგადი თემა და თემა შეეხება იმას თუ როგორ გავხდეთ პროგრამისტი. ბევრი რჩევა იქნება, ბევრი საკითხი და შიგადაშიგ ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებ თუ როგორ მოვედი აქამდე, რა გავაკეთე არასწორად, რას გავაკეთებდი სხვანაირად ახლა რომ დამეწყო პროგრამების სწავლა. მოკლედ ჩათვალეთ რომ მეც თქვენაირი ვარ, უბრალოდ ოდნავ მეტი რაღაცა ვიცი და მინდა რომ ჩემი გამოცდილებაც უნდა გაგიზიაროთ, რომ უფრო გაგიმარტივდეთ სწავლა და მომავალში პროგრამისტად გახდომ. ეს სიტყვა პროგრამისტი არის ძალიან ზოგადი მცნება. უნდა გავიაზროთ საბოლოო ჯამში რა არის პროგრამისტის როლი. პროგრამისტი იგივე არის, პროგრამისტი ვარ რომ თქვა, იგივე არის რაც თქვა რომ ექიმი ვარ. ან ექიმი რომ ვერ მიხვდებით რა დარგში მოღვაწეობ, ხო? ან პროგრამირებასაც აქვს ბევრი დარგი, ასე რომ ვთქვათ, ბევრი პროფესია. ალბომში არის გვაქვს ფრონტენდი, ბექენდი, კიბერუსაფრთხოება, კიდევ ბევრი არის data analysis, AI და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი აზრი მიუხედავად ამდენი პროფესიისა ეს კონექტი ჭირდება ხა მას. აიგა. მიუხედავად ამდენი პროფესიისა ამ პროგრამირებაში, მთავარი ჩვენი ამოცანა მაინც არის საბოლოო ჯამში პრობლემის გადაჭრა. ანუ რაც არ უნდა სფეროში მოღვაწეოდეთ, სწავლობდეთ და მომავალში დასაქმდეთ, მთავარი მუღამი ასე რომ ვთქვათ, პროგრამირების და პროგრამისტის არის ის, რომ გადავჭრეთ პრობლემა. პრობლემაც შეიძლება რომ ძალიან ზოგადი მცნება იყოს, მაგრამ ელემენტარულია მაგალითად საიტის აწყობა. საიტის ძალიან დიდი პრობლემა არის, რომელიც უნდა გადავჭრათ და ამას სჭირდება რაღაც მიდგომები, რომელიც მოდის გამოცდილების ხარჯზე. ეს ჭეიდავს მაინც. დიაგრამი აღხსნება. ოკეი, აქ რო დაკავშირდება მე გადავაკეთე. ამ თავარი მუღამი როგორც ვთქვით არის პრობლემის გადაჭრა. და პრობლემის გადასაჭრელად არსებობს რაღაცა მიდგომები, რომელიც უნდა გაუთვალისწინოთ, რომ წარმატებული პროგრამისტები გავხდეთ და უფრო ადვილად შევძლოთ რაღაც პროექტებზე მუშაობა. რა არის სწორი მიდგომა პრობლემის გადასაჭრელად? ზოგადად რო ვთქვათ. აი მაგალითად რაღაც ამოცანას ვხსნით, ან საიტს რო ვაწყობთ. ეგ ხო ერთი რაღაც დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა უნდა იყოს რაღაც პატარ-პატარა ნაწილებად, რომელიც საერთოდ უნდა ამოხსნათ. აი მაგალითად არის რაღაც საიტი, e-commerce საიტი, სადაც ყიდიან რაღაც პროდუქციას. მე რო შეხედა ახლა აი ამ საიტს და იმ თლებაში წარმოვიდგინო, რომ აი ეს საიტი რაღაც პროდუქტი, ფრონტი, ბექი, ერთმანეთთან კავშირია, იუზერების რეგისტრაცია, გადახდის სისტემა, ერთიანად რო აღვიქვა, იქნება ძალიან რთული წარმოსადგენელი. ეს პრობლემა უნდა დავუყო პატარ-პატარა ნაწილებად, აი დაყავით აი იბატონეს პრინციპი არის აქაც ზუსტად. სიტყვაზე ჯერ ავაწყობ ფრონტის რაღაც ნაწილს, მაგალითად პროდუქტის კომპონენტ შევქმნი, მერე ცალკე ვიფიქრებ გადახდებზე, ცალკე ვიფიქრებ იუზერებზე. ამ თავარი მუღამი აქ ის არის და სწორი მიდგომა ის არის, რომ პრობლემის გადასაჭრელად უნდა დაიყოს პრობლემა პატარ-პატარა ბევრ ქვეპრობლემად და საერთოდ უნდა მიუდგეთ მათ, რომ საბოლოო ჯამში ამოიხსნას განტოლება, ასე ვთქვათ. ამ სლაიდის შინაარსი არის სწავლოთ JavaScript-ი ან Python-ი და ასე შემდეგ ისწავლეთ როგორ უნდა ისწავლო. ყველაზე მთავარი პროგრამირების სწავლისას სიამბლეში არ არის რომ რაღაცა ენა ვისწავლოთ. აქაც ალბომში ჩვენ რო გასწავლით რაღაც მიმართულებებს, ფრონტი, ბექი და ჩაშლილი არის ბევრი ენა და ტექნოლოგიად, ჩვენ მიზანი საერთოდ არ არის რომ გასწავლოთ მაგალითად JavaScript. აი მე მაგალითად სტუდენტებს ვასწავლი JavaScript-ს, ჩემი მიზანი საერთოდ არ არის რომ JavaScript-ი ვასწავლო. თავარი არის რომ ისწავლოთ თუ როგორ უნდა ისწავლოთ და მარტივად და თქვენთან განვითარდეთ მომავალში დამოუკიდებლად. და რატომ არის ახლა ეს კარგი? შეიძლება სიტყვაზე front-end-ში მაგალითად იყოს რამდენიმე ქვესექცია, JavaScript-ი, front-end basic-ები, React, Next და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება ისე მიუდგეთ სწავლას და სწორი მხრივ განავითაროთ თქვენი პროგრესი, რომ აი მაგალითად JavaScript-ს ჩახუროთ, JavaScript-ს ისწავლით. მე აღარ დაგჭირდეთ მენტორის დახმარება. და ეგ კარგია პირიქით, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე აღარ დაგჭირდეთ. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს. ყველაზე კარგი არის ის, რომ ისწავლოთ როგორ უნდა ისწავლოთ.
იმიტომ რომ მომავალში რასფეროს უნდა გადახვიდეთ და უეჭველი მოგიწევთ სხვა ტექნოლოგიების შესწავლა, მარტო ის არ არის, რომ აი მოდი ფრონტენდის მხარის React-ს ვისწავლიან, Django-ს ვისწავლეთ, Python-ის მხარის და მეტი არაფერი არ იქნება, ეგრე არა. მოგიწევთ აუცილებლად და სრულზე ღირსდებოდ, მენდეთ, რომ სხვა ტექნოლოგიებიც ისწავლოთ. და წარმოვიდგინეთ, თქვენ რომ არ იცოდეთ ის თუ როგორ უნდა ისწავლოთ, მოგიწევთ რომ ყველა ჯერაც აიღოთ რაღაცა კურსი ან აიღოთ მენტორი, რაც საჭირო არაა. თავი თავიდან ისე ისწავლოთ, რომ დაამუღამოთ პრინციპები აი ამ სწავლების. Searching skill-ები გამოიმუშაოთ. დოკუმენტაციის კითხვა ისწავლოთ, ან ერთ ტუტორიალს რო უყურეთ, მე თავისით რაღაც რეალურ პროექტში ჩაერთოთ და იმით დაიწყოთ განვითარება. ყველაზე მთავარი არაა საერთოდ JavaScript-ი, არც Python-ი და არც სხვა ენა. მთავარი არის რომ დამოუკიდებლად განვითარება იცოდეთ. ბევრი შრომე და იწვალე პროგრამერების სწავლა მარტივი არაა. შეიძლება ინტერნეტში, Facebook-ში ან სხვა სოციალურ ქსელებში უფრო მარტივად ჩანს პროგრამერების საქმიანობა, მაგრამ იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ერთ შეხედვით ჩანს. იმიტომ რომ ბევრი ნაწილია პროგრამირებაში, ან ერთი რაღაც სფეროს რომ საერთოდ ფრონტენდი მაგალითად, ბევრი ამის სწავლა გიწევთ. და ბევრი ამის უნდა შეეჭიდოთ, რაც მარტივი არაა. მithomet ეს თავიდან. ზოგადად თავიდან რას სფეროს უნდა შეეჭიდოთ, მარტივი არაა, იგივე პროგრამირებაში რაღაც გარკვეული დრო გჭირდებათ, რომ ეს სფერო აითვისოთ. ამიტომ ჯობია რომ expectation ქართულად როგორა მოლოდინი ხო მოლოდინი თავიდან გქონდეთ ისეთი რომ აი ეხლა მე უეჭველი გამიჭირდება უეჭველი რაღაცა ფეილები მექნება მაგრამ გამომივა ვიდრე ის რომ აი ძალიან მარტივია მოდი ეხლა ჩაუждდებით ერთ კვირაში ვისწავლი და მე რომ ერთ კვირაში რაღაცა ბევრი სირთულე მოგეყრებათ მე დაგივარდებათ мотиваცია ამიტომ ეგ უნდა ვიცოდეთ რომ პროგრამა მარტივი არაა და ბევრი წვალება და შრომა ჭირდება აუცილებლად ანუ ისეც არაა რომ აი ისწავლი და 3 თვეში გახდები დეველოპერი ეგრე საერთოდ არ არის ბევრი სწავლა მოგიწევთ შეიძლება ზოგს მოუწევს 6 თვიანი სწავლა ზოგს 1 წლიანი გააჩნია რამდენ დროს დაუთმობთ რამდენად მალე აითვისებთ ამ მასალას იმუშავე შენ თავზე ყოველდღე და გამოიმუშავე დისციპლინა ყველაზე მთავარი პროგრამირების სწავლის დაწყებისას რაც არის და ვეუბნები ყველა სტუდენტს და ყველა მენტორი ვეუბნებით არის ის რომ აბსოლუტურად ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. და რატომ? დისციპლინა არის გამოსამუშავებელი, იმიტომ რომ მე რო ვისწავლო მაგალითად 1 კვირა დღეში 2 საათი და მე 3 დღე ჩავაგდო. ჩათვალეთ რომ ის წინ 1 კვირის შრომა წყალში ჩაყრილი. იმიტომ რომ ის 1 კვირის ნასწავლი დამოვიწყება აუცილებლად და მომიწევს ახალი ნასწავლა. თავიდან ყოველ შემთხვევაში იგრეა. ანუ სამ გონებაში გაждდება კარგად ის ფუნდამენტები და პროგრამირების საწყისი რაღაც პრინციპები აუცილებელია ყოველდღე ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ისიც არ ვარ გარო, აი მოდი ანუ დაჟე ჯობია რომ სიტყვაზე კვირაში 2 რო ისწავლოთ 4 საათით, მაგრამ ჯობია რომ ყოველდღე ისწავლოთ საათნახევრით. ანუ მუდმივი რეჟიმი უნდა გქონდეს, ყოველდღე რაღაც რო უნდა გამოყოთ, რომ აი მოდი ახლა დავждდები და პროგრამირებას ვისწავლე. ისე არა რომ ერთი დღე ჩავაგდოთ ვერე. იმიტომ რომ ახლა ჩემს სტუდენტებთანაც რომ მქონია შეხება ეს შეცდომა მოსდით ზოგადად რომ აი რაღაც სწავლას რო იწყებენ, მე სიტყვაზე 1 კვირა ჩააგდები, მე უწევთ მიბრუნება და დრო იკარგება რა. და ჩემს შემთხვევაშიც ეგრე იყო ზუსტად. სულ პირველად რომ დავიწყე პროგრამირების სწავლა, პირველად დავწერე HTML-ის 10 ხაზი ეგრევე დავანებდი, იმიტომ რომ ვერ გავიგე, 1 წელი დავანებე თავი, მე თამაშების სწავლა ვისწავლე, თამაშების აწყობა ვისწავლე, მანდა ჩაგდებები მქონდა, მე ისე ფრონტზე გადმოვერთე, მანდა ჩაგდებები მქონდა, ანუ 2 კვირა თუ ძალიან კარგად ჩაუждდებოდი და პროდუქტიული იქნებოდა 2 კვირა ჩემთვის. მე სიტყვაზე რაღაც 1 თვე მაგალითად აღარაფერს აღარ ვაკეთებდი ხოლმე. და მეგონა რომ აი ეს 2 კვირა რო ვისწავლე, ნუ ნასწავლი მაქვს და მე გავაგზავნე საიდანაც გავჩერდი. მაგრამ სიმბოლოში ეგრე არაა. საიდანაც ჩერდებით, იქნებ კი არ გავაგზავნებთ. სამ გაჩერდებოდით, აი 2 უკან როცა იყავით, მაგენა გავაგზავნებთ აუცილებლად. იმიტომ რომ რაც ისწავლეთ იმ 2 კვირაში აუცილებლად დაგავიწყდებათ. ეს არის საწყის ეტაპზე თქმა უნდა. და ყველაზე ეგრე ან მეც ეგრე მომივიდა, თქვენც ეგრე მოგივიდეთ რომ გააკეთოთ, მაგრამ თქვენ როგორც კი რაღაც ქალკულურ რაოდენობის თვეებს დაუთმობთ აი ამ სფეროს, ისე მოხდება რომ სიტყვაზე 1 წელი რო ისწავლოთ პროგრამირება, მე 2 კვირა საერთოდ არ ქონდეთ შეხება, ბევრმა არ დაგავიწყებოთ, იმიტომ რომ გამჟდარი იქნება გონებაში ეს მასალა და რთული იქნება ამ ყოველთვის დავიწყება. ამიტომ აუცილებელი არის რომ ყოველდღე ვიმუშაოთ ჩვენ თავზე, ეხლა თუ რაღაც გადაუღებელი საქმეა და ვერ აღახერთ, ნუ გასაგებია, მაგრამ აი თუნდაც აი ძალიან დახილი მოხვიდეთ სამსახურიდან სიტყვაზე, ხო? და თავი არ ქონდეთ. მაინც თქვენ თავს დააძალეთ, რომ
15 წუთით მაინც ჩაუждეთ რაღაც ლექციას უყუროთ, ან სიტყვაზე ერთი ამოცანა გააკეთოთ. თითქოს არაფერი ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი არის რომ თქვენთვის დააჯეროთ რომ ყოველდღე ამ საქმიანობაში ხართ ჩართული. რომ არ ხართ მოცლებული, ყოველდღე რაღაც რუტინულ საქმიანობას აკეთებთ, როგორც მინიმუმ, ანუ ლექციას მაინც უყურეთ უბრალოდ. თუნდაც ვერ გაიაზრეთ უყურეთ, რომ გონება მოვატყოთ, რომ ყოველდღე მაგას აკეთებთ. ოკეი. შემდეგი შევალის იპოვე community და mentori და mentors როლი. მარტო სწავლა ამ სფეროში არც მარტივია. მე პირადად დამოუკიდებლად ვისწავლე ყველაფერი რაც ვიცი და ბევრი ჩავარდა მქონდა, ბევრი სირთულე მქონდა და მომიწია ღამეების ბევრი ღამის თენება. აი მე რომ mentori მყოლოდა, ბევრად უფრო წვინ იქნებოდი ახლა იდეაში, იმიტომ რომ მეტყოდა რომ აი 10 ხაზი გაგიჭირდა, მოდი ერთ წელი კი არ დავანებო თავი, მოდი კიდე სადა იწვალე და ერთ თვეში გამოგივა ჯოლი. და ახლა სიტყვაზე, რა ვიცი, 2 წელით უფრო მეტი გამოცდილება მექნებოდა, რო არ დავანებებინე თავი. ელემენტარული ისეთი ადამიანი რო იპოვოთ, ვისაც თქვენსავით აინტერესებს პროგრამირების სწავლა და ერთად ისწავლოთ, ბევრად უფრო მარტივად გამოგივათ ეს საქმე, იმიტომ რომ ერთმანეთს დააფუშინგებთ. აი მაგალითად, მე თუ ყავს მეგობარი, რომელთან ერთად ვსწავლობ პროგრამირებას, მე თუ დამეზარა, ის მეტყვის რომ რატო ზარ მაქვს საქმე გასაკეთებელი. და პირიქით იმას თუ დაეზარა, მე ვეთქვი რომ მოდი ეხლა დავждეთ კაცო, არა რაღაც თამაშების რო და გაეთ გასვლის რომ მოდი დავждეთ და ვისწავლოთ. ან ეგ ფუშინგი საკუთარ თავთან უფრო რთულია რო გქონდეს, ვიდრე რომ მეგობარი გირჩევს, ან ვიღაც ნაცნობი გირჩევს, აი მიდი გააკეთე უეჭველი. თან პასუხისმგებლობას გქნათ უკვე, ანუ ის მუშაობს და მე რატო არ უნდა მუშაო, ხო? და მენტორის როლს რაც შეეხება. მე პირადად ძალიან ბევრი გართულება მქონდა საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ ბევრი რამე არ მესმოდა. და აი სამ ფრონტშიც კარად ჩავერთებოდი თამაშების საწყობას. სწავლობდი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს სფეროს აწვევით, თავარია სწორი მიდგომა გქონდეთ მაგ სფეროს სწავლის დროს. ეგეთი მომენტები მქონდა ბევრი, რომ რასაც ვაკეთებდი, სემლოში ვერ ვიაზრებდი კარგად, მაგრამ უბრალოდ წერდი, ვიზეპირებდი და მეორე ჯერ ვიყენებდი იგივე მასალას, გან იმას ვფიქრობდი, რომ მოდი ახლა ლოგიკურად დავფიქრდები, კვანძებს გავაბო გონებაში და მიუყვები ლოგიკას. ეგრე არ ვიყავი. აი გუშინ წირო დავწერე, მოდი იმას გავიხსენებ რა დავწერე და მოდი ამას გადმოვაკოპირებ, რა ეგრე ვიყავი. ეგ ძალიან ცუდია და მენტორის როლი ამ ყველაფერში ის არის, რომ მენტორი დაგიჯდება, აგიხსნის ყველაფერს, გეტყვის, რომ აი აქ ჩავარდნა, იქ ჩავარდნა, აი ეს დასაპირებული გაქვს და მოდი კარად გავიაზროთ რა. და ეს ყველაფერი ხდება ერთ-ერთზე ჩვენთანაც. ამიტომ არის მენტორთან ერთად სწავლა უფრო მარტივი. არ ვამბობ, რომ მენტორის გარეშე ვერ ისწავლით. ანუ ეგ გამორიცხეთ. მენტორის გარეშე შეგიძლიათ რომ თქვენ დაждეთ და ისწავლოთ, თავარია როგორ მოინდობებთ. მე პირადად მენტორი არ მყოლია და დღეში თავიდან რომ სისტემატურად დავიწყე სწავლა, დღეში დაახლოებით 12 საათს ვთმობდი ამ სწავლის პროცესს. ძალიან მიჭირდა, ძალიან დისტრესში ვიყავი. მენტორი მყოლოდა სიტყვაზე დღეში იგივეს მეცადიამდი ალბათ, მაგრამ ორჯერ უფრო სწრაფად გამთარდებოდი. და სამე თუ გაიჭედებით, ან გონიათ რომ რაღაცა პროექტს კარგ დაწყოთ, ან ამოცანას კაი მიდგომით ხსნით, მაგრამ სემლოში სხვაგან ხართ რა. მენტორი დაგეგმოთ, გეტყვით, მოდი ეს ასე კი არა, მოდი ასე გავაკეთოთ და უფრო სწრაფად გამვითარდეთ. ან დროს გაზოგინეთ მენტორი ყველაზე მარტივად რო თქვა, დრო ხო ჩვენთვის ყველაზე ღირებული რესურსია, მას ვეღარ განვაახლოთ, ვეღარ ჩავანაცვლებთ. ამიტომ საჭირო რომ ეს რესურსი სწორად გამოვიყენოთ. და ჩვენც ალგოუნი და ალგოუნის მენტორებიც მაგას თავაზობთ, რომ აი მოდი მე დაგიჯდები, შენს მაგივრად რაღაცებს აგიხსნა, ჩვენ დაგერჩებიდან. დროს დაგაზოგინებ და მოდი გამომყევი მე რა, რაღაცეებში დამიჯერე, რაღაცეები რჩევები გაითვალისწინე და ერთად გამვითარდეთ. მენტორის როლიც აუცილებელია ამ ყველაფერში. თან ისიც რომ გავითვალისწინოთ, რომ ახლა უკვე უფრო მეტია სასწავლი, ვიდრე ადრე იყო. ტექნოლოგიები მუდამ ვითარდება და დღეს რომ ჭირდება მაგალითად 5 ტექნოლოგია რაღაც ერთი პროექტის ასწავლად, შეიძლება ერთი წლის მერე კიდევ გამოდის ახალი ტექნოლოგია, ან გავითარდეს ახალი აპდეიტი დაემატოს და მომიწევს რომ up to date ვიყო. აი 20 წლის წინ დეველოპერისთვის რო გეკითხათ, რას იყენებ საიტის ასწავლად, გეტყოდათ HTML, CSS, JavaScript მორჩა. ეხლა რო კითხოთ დეველოპერს, რას იყენებს, ჩამოგიგვლის HTML, CSS, JavaScript ჭირდება რომ იცოდეს. React-ი ჭირდება რომ იცოდეს. React-ში კიდე ბევრი ბიბლიოთეკა, Tailwind-ის სტაილ კომპონენტები, Axios-ი, კიდე Back-ში ჭირდება ბევრი ბიბლიოთეკა და framework-ი. ამიტომ იმდენად გართულდა შედარებით გულისხმობ. ეხლა 20 წლის ბევრად მარტივი იყო, ეხლა ბევრად რთულია და ამაშიც გეხმარებათ მენტორი, რომ აი კი არ დაიბნეთ და დაიკარგოთ ამ ყველაფერში.
მარტივად დაგილაკოს მენტორმა და ისე გასწავლოს. დაალაგე პრიორიტეტები სწორად. ამ სფეროს კარატა უფლებისთვის რაღაც უნდა დათმოს სანაცვლოდ. პროგრამირების სწავლას როცა იწყებთ და სერიოზულად გადაწყვეტეთ, რომ აი ახლა მე მინდა რომ ეს სფერო ვისწავლო და X დროში გავხდე პროგრამისტი. ან რაღაცა პროექტი ავიღო. აუცილებელია რომ პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ და რაღაც დათმოთ სანაცვლოდ, აუცილებლად. მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან ინტენსიურად დავიწყე თავიდან სწავლის დაწყება, სწავლა დავიწყე. ბევრი რამე დავთმე. მაგროს ვიყავი პირველ კურსზე და მოუწია უნივერსიტეტის არდაგები. და ყველა რაღაც კურსელები რაღაც ერთობოდნენ და ამბები, მე ვიჯექი სახლში და ვსწავლობდი დილიდან საღამომდე, სახლიდან არ გავსულ ვარ. სახლიდან მართლა არ გავსულ ვარ, ერთად უბრალოდ სახლში ვიჯექი, ეგ ერთ თვე ნახავარი. ანუ რაღაც უნდა დათმოთ რა, არც მეგობრებს ნახულობდი, არც კურსელებს, არც კლასელებს. ოჯახთანაც არ მქონდა კომუნიკაცია დიდად. ანუ რაღაცა უნდა დათმოთ, რომ ასპირაში წარმატებას მიაღწიოთ. მე დაგარწმუნდით, რომ ეგ პერიოდი ძალიან სტრესული იქნება და რთული იქნება. მაგრამ მომავალში შედეგს მიიღებთ. მე პირადად ეგ პირველი თვე ნახევარი ძალიან ინტენსიურად სწავლობდი, ძალიან სტრესში ვიყავი. და ვიფიქრე, რომ მოდი აი ამ სფეროს თავს დავანებებ და სხვა რამეს მივაწვევი. თან ახლა მაგროს მუშაობდი კურიერად. ამ 18 წლის როგორც კი გავხდი, დავიწყე კურიერად მუშაობა, რომ ჩემი რაღაც სახარჯო ფული მქონოდა. და პარალელურად სწავლობდი პროგრამირებას. თან ისე რთულად მიწევდა, რომ დილით ვიყავი გასული გარეთ შეკვეთებზე და თან ავტობუსში ვშდებოდი, ფეხი ვიყავი თან ზამთარში. რო ვშდებოდი ავტობუსში ან მარშრუტკაში და დრო მქონდა შეკვეთამდე, ავიღებდი ტელეფონს, ჩავუждდებოდი ლექციას და ღამე გვიანაო მივიდოდი სახლში, მე ვწერდი უკვე კოდს. იმიტომ რომ გარეთ ლეპტოპს ვერ ვატარებდი თან. და ერთი პირობა ვიფიქრე, რომ აი ეს თვენახევარი ორი თვე რო გავიდა. ძალიან რო დავისტრესდი და აი უკვე აღარ შემეძლო რა. მოდი თავს დავანებებ მეთქი და ისე კურიერი ვიქნები თქო რა. იმიტომ რომ მაგროს მართლა მიღირდა უკვე რომ ძალიან სტრესში ვარ, აღარ შემიძლია უკვე, მაგრამ ნუ მაინც ვიფიქრე რომ მოდი ხა არაფერს არ ვკარგავ. ცოტა კი ხა კაი ხანი, ან ცოტა ხანი დავისტრესები, როგორც იქნება არ ვიცი და შევხედავ რა გამოვა, რამდენი თვეს მივიცემ ჩემ თავს. ეხლა დღევანდელი გამოსახედიდან, ეხლა 2 წელიწად ნახევარი და მეტი რო გავიდა. მე რო ვფიქრობ პირველ კურსელი თემა რას ვფიქრობ და ვეთყოდი რომ ანუ ხო ხარ აზზე, ანუ რას ქვია ისე კურიერი უნდა გახდე. იმიტომ რომ ეხლა რომ მივაწექი ამ ყველაფერს და წარმატებას მივაღწიე, აი ვერ წარმოვიდგენი ეხლა სად ვიქნებოდა რომ თავი დამენებებინა. თან ეგ მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. და რატო? პირველად როცა რაღაცას აკეთებთ, ისტრესებით და პირველ ნაბიჯის გადადგმისას ნებდებით, როდესაც მიუბრუნდებით მაგ სფეროს, უფრო ნაკლები мотиваცია გქნებით. იმიტომ რომ გახსოვთ რომ აი წინაზე რომ რაღაცა ვისწავლე, არ გამომივიდა და მაგ მაინდსეტით დაიწყეთ სწავლას აუცილებლად. ხო და ისეთი დრო უნდა არჩიოთ, რომ ეხლა თქვათ შემოუძახოთ თქვენთანს, რომ ეხლა მზად ვარ, მოდი ამას და ამას დავთმობ, მეგობრებთან აღარ გავალ სიტყვაზე, იმას არ ვამბობ ოჯახს დავიწყეთ რაღაც ეგეთი, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა უნდა დათმოთ. რომ პირველივე ჯერზე ეცადოთ რომ გამოგივიდეთ. გამოსვლას გულისხმობ განა იმას, რომ რაღაცაში ყველაფერი გაიგოთ, ყველაფერს ვერ გაიგებთ, ყველაფერი არც მესმოდა თავიდან. იმას გულისხმობ რომ მიაწვევით არ დანებდეთ და ყოველ დღე გავითარდეთ. შემდეგი თემა რაც მინდა ვისაუბრო არის imposter syndrome. ინგლისური ტერმინია, ბარ ინგლისურად დავწერე. და რას ნიშნავს? imposter syndrome არის ეგეთი ჭყალებში დაავადება, რომელიც გულისხმობს რას? როდესაც რაღაცის სწავლას იწყებთ, გონიათ რომ არაფერი არ იცით, ბევრი რამე გიჭირთ და ასევე გონიათ რომ თქვენ რომ ამ მდგომარეობაში ხართ, ეგ მდგომარეობა უცხოს ხებისთვის, ანუ ყველაფერი იცის თქვენ გარშემო, ყველაფერი გამოსდის და ერთ-ერთი თქვენ ხართ, რომელიც ანუ არაფრის მაგნისი არა და ცდილობს და არაფერი არ გამოსდის. ეგრე ვიყავი მეც. თავიდან რომ სწავლა დავიწყე და ბევრი რამე რო არ ვიცოდი, ну აქეთ რო ვიყურებოდი, გავიხედებოდი, გამოხედებოდი, ყველაფერი იცოდა რა, ანუ მეგონა რომ მიუხედავად ამდენი შრომისა და წვალებისა და სტრესისა, მეგონა რომ მაინც არაფერი არ გამომდიოდა. და სიბლეში ეგრე არ იყო, ანუ მაინც ყველაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ სტრესს ვიმატებდი ზემოდან, რომელიც კიდე ხელს მიშლიდა განვითარებაში. და მე რაღაცა რამდენიმე თვის მერე ექსტრესი მოვიშორე, ისევ იგივეს ვაკეთებდი, ანუ რამე განსხვავებული ხარ გამიკეთები, ისევ ვსწავლობდი პროგრამირებას. მაგრამ ბევრად გამიმარტივდა, იმიტომ რომ სტრესი ძალიან მხევდა უკან რაღაც წესრადაც არ მეძინა, რომ მეგონა რომ აი
failure ვარ და აღარ შემიძლია ეს ყველაფერი და არ გამომივა და უეჭველი დავმარცხდები ამ ყველაფერში. ამიტომ ეგ სტრესი მოიშორეთ და ყველაზე საცილო ის არის რომ რაღაც სამი ადამიანი რო დაждეთ და ისწავლოთ სამივეს გეგონებათ რომ თქვენ არაფერი არის და დაანშიმალო ყველაფერი იცის და ის ორიც იგივეს ფიქრობს არა და ხო და ეგ ამბავია რომ ეგრე არ უნდა იფიქროთ ანუ თავიდან რაღაცა რო არ გამოგდით ეგრე უნდა იყოს არ უნდა გამოგივით იმიტომ რომ რთულია ეგრე რო თქვენ რო ეხლა მითხათ აი დავჯექი თემო და ყველაფერი გავიგე აბსოლუტურად ერთი გაგებით მე მაგარი გამიგვირდება იმიტომ რომ რთულია რა და შეუძლებელია ანუ პირველად არავის არაფერი არ გამოსდის ამას გეტყვით რა ვიცი მე ყველა მენტორი დეველოპერი 20 წლის მქონე გამოცდილების მქონე ადამიანი რომ აი თავიდან დავიწყე და გამიჭირდა ყველა მაგას გეტყვით იმიტომ რომ ეს დაწყების გზა ყოველთვის არის ერთი და იგივე ამიტომ გიჩვენთ რომ მე ფიქრები მოიშოროთ და სხვას კი არ შეეჯიბროთ აქ ცუდი ის არის ამ იმპოსტერ სინდრომში რომ სხვას ადარებთ თქვენ თავს სხვა ყველაფერი იცის მე არაფერი არ ვიცი და იმაზე ხართ ფოკუსირებული სხვას აჯობოთ და სხვაზე უკეთესი გახდეთ როცა თქვენი თავარი მიზანი უნდა იყოს რომ მოდი სხვას კი არ ვაჯობებ მე დავждები და გუშინდელ ჩემ თავზე უკეთესი ვერსია ვიქნები დღეს გუში რაც ვიცოდი მოდი იმასოდაც დავამატებ და უფრო მეტი მეცოდინება თქვენ თავს შეეჯიბრებით უფრო მარტივად გამithorდებით ამ სფეროში დამიჯერეთ მარტო ამ სფეროში არა ყველა სფეროში აბსოლუტურად ბარნაუთი და სწორ დროს დასვენება და ხო თუ რამე კითხვა გექნებათ ამ თემებზე ან ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ რომ გამაჩეროთ და კითხვა დამისვათ ჩემი თემა არის ბარნაუთი და სწორ დროს დასვენება ჩემს შემთხვევაში თავიდან ცოტა არასწორად ისე მივდექი რომ ორი უკიდურესობა მქონდა სწავლის დაწყებისას. ერთი ის რომ თავიდან დავიწყე სწავლა ძალიან ადრე და დავიკიდე, ანუ ძალიან ლაითად სწავლობდი და მეორე არის რომ დავჯექი ჩემ თავთან და ეხლა უეჭველი უნდა ისწავლო, ეგ იყო მეორე უკიდურესობა რომ დღეში ვსწავლობდი მინიმუმ 12 საათი. და რაღაც მომენტის მერე გადავიწვი. აუცილებელი არის რომ მართალია სწორი დრო უნდა დაუთმოთ სიტყვაზე დღეში 5-6 საათი რო დაუთმოთ კარგი იქნება. თუ 2 საათი გაქვთ მაგალითად და დღეში 2 საათს უთმობთ ეგ ძალიან კარგია. გააჩნია რამდენი დრო გაქვთ. თავი თქვენი დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ, მაგრამ თუ თქვენ სიტყვაზე დღეში გაქვთ 12 საათი თავისუფალი მაგალითად 12 საათი სწავლას უთმობთ, ეგ თლად კარგი არა. მართალია სწრაფად გამithardებით, სწრაფი პროგრესი გექნებათ, მაგრამ მაგას მოსდევს რაღაცა უკანა მხარე აქვს მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ გადაიწვევით და დამიჯერეთ რაღაც მომენტის მერე იყვით რომ აი არ მიიღებდა ამდენი სწავლა. მე მაგალითად მინიმუმ 12 საათი რო სწავლობდი პირველი 2 თვე, ძალიან სწრაფად დავიარე პირველი ნაწილი, ან 6 თვეში ვისწავლე იდეაში ყველაფერი. რაც საჭირო იყო რომ ჯუნიორ დეველოპერისთვის რაღაც სამსახური ეძებნა და 6 თვეში რაღაც პირველ პროექტში ჩავერთე გლობალურ პროექტში, მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ რაღაცა ვერა ვარ, იმიტომ რომ თავიდან რომ ვსწავლობ თან ეხლა ახალგაზრდა რო ვარ და ეხლა ვერ ვატყობდი რა, ეხლა სიტყვა შეიძლება ერთი ღამე გადაათენო, მეორე ვერ მიხვდე, მაგრამ 6 თვის მერე 1 წლის მერე გამოიჩენს. და ეგეთი მომენტი მქონდა რომ ანუ მეხსიერებაზე უკვე შემექნა პრობლემა. ბევრი რამე მავიწყდებოდა მარტივად. ანუ პროგრამირებაში არ არის რაღაც ისეთ რამე შესკამსარი მქონდა, ელემენტარულ რაღაცებში. ანუ ყველაფერი იმან გამოიწვია რომ ბევრს ვსწავლობდი და მე ბევრს მუშაობდი. მაგას ის მეუყვარდა რომ აი მენტორად რომ მუშაობდი, მანაც მქონდა ეგ მომენტი რომ ერთი პერიოდი ძალიან ბევრს მუშაობდი. აი ძალიან ბევრს დღეში 12 საათს მუშაობდი და ანუ ძალიან ჩაფრული ვიყავი თან დღეში 12 საათი მუშაობაც დიდი არაფერი არაა, უფრო ცუდი ის იყო რომ ღამე მუშაობდი. ანუ დასვენებას მიექცეთ ყურადღება. ძილი ყველაზე აუცილებელია. დღეში 8 საათი აუცილებლად იზნიეთ. ეგ არ გეგონოთ რომ აი მოდი ეს ღამეს გადავათენე, მე დილით დავიზიემ და მაინც რაღაცა გამოვა. ეგრე არა. რაღაც მომენტის მერე მოგიბრუნდებათ და მეხსიერებას დაგარტყოთ. და მე მაგას მაშინ მივხვდი, როცა უკვე პიკში ავიდა ყველაფერი. ანუ იქამდე მუშაობდი ბოლომდე, სამ ისე არ მოხდა, რომ ანუ გარეთ ვიყავი და 2 საათი დამავიწყდა, წინა 2 საათი რას ვაკეთებდი. ანუ რაღაც წერეთლიდან მე 11-ლამდე 2 საათი ჭირდებოდა, 11-ს რომ მივედი, უსმაც კაპ და ისე მეგონა წერეთლაზე ვიყავი. ანუ 2 საათი გაქრა გონებიდან და მაგ მივხვდი, რომ თემო ეხლა მოდი ის არ ამდენი მუშაობა არ გინდა, თორე დაისვენე, უფრო ნაკლები მუშაობა, ძილი მოაწესრიგე და შენ თავს მიხედე. ანუ რაც არ უნდა სფერო იყოს და რაც არ უნდა ძალიან გინდოდეთ წარმატების მიღწევა, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არაა. და მე რომ გამოვასწორებ და რაღაც ცილის დავალაგე, ეხლა ყველაფერი კარადაა. ამიტომ სწორად დროს დასვენება ყველაზე მნიშვნელოვანია. თან რაღაც რო არ გამოგდით,
აი სიტყვაზე რაღაც ამოცანას ამ პროექტს უზიღართ 1 საათი და ვერ აკეთებთ. მაგროს ზოგჯერ თქვენში პრობლემა და რაღაც უნდა გაკლიათ. არა, უბრალოდ გადაიწვით და ძახამე დაანებოთ თავს. მე მაგალითად რომ მუშაობ ხოლმე რაღაც პროექტებზე ეგეთი მომენტიც მქონია, რომ აი ღამის 2-ზე რომ მუშაობ, რაღაც არ გამოდის, 1 საათი ვეწვალებ და არ გამომდის და ბევრჯერ ყოფილა ღამის 2-ზე ამდგარ და გარეთ გავსვლა სასეირნოდ. 15 წუთით, 20 წუთით, ან აივანზე გავსვლა. და როგორც კი შემოსულ ვარ, აი 2 წუთში დავიფიქსავს ის პრობლემა, რასაც წინას 1 საათი ვეჭექი. ცოტა ხანი, როცა რაღაც არ გამოგდით. განა ის არის, რომ აი არ ვიცი და მოდი ლექციას ჩაუждები ან რაღაც გავიმეორებ, არა, ეგ დავიწყეთ. რაღაც რო არ გამოგდით, ჯერ მოდი დაიშვენეთ 15 წუთი და ეცადეთ რომ დაივიწყოთ ის პრობლემა, რაზეც მუშაობდით. და ხელმეორედ რომ მიუბრუნდებით, დავიწყებული ექნება და ახლიდან მოგიწევთ იმ ლოგიკური კვანძების გაბმა, რაც წინაზე გაავით. ახლიდან დაიწყეთ აზროვნებას და დამიჯერეთ გამოგივათ. და მე ის თუ არ გამოგივიდეთ, მე მიხვდებით რომ აი რაღაც ცოტა მაკლია და მოდი დავსერჩაო, ან მენტორს ვკითხავ. მაგრამ აი დასვენება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლასთან ერთად, სწავლის მიდგომასთან ერთად, ეგეთი მნიშვნელოვანი არის სწორ დროს დასვენება. შემდეგი არის მარცხი. სწავლის პროცესში ბევრი რამე არ გამოგივა, მაგრამ არ დანებთ. ზოგადად სწავლის პროცესში არის 3 ეტაპი, რომელსაც გადის ყველა დეველოპერი. რომელიც მეც გავიარე ასევე. პირველი ეტაპი არის, რომ აი ახალი სფეროა, პროგრამირება, იწყებთ სწავლას პირველ კვირას და ძალიან მარტივია. ეხლა პირველი ლექცია ვისაც გაქვთ ნახი, დაერწმუნებულო პირველი ლექციიდან ყველა უმეტესობა რაღაცა გაიგეთ. პირველი დავალება რო არის, მოდი ვაკონსოლტ Hello World-ი. მოდი მივუმატოთ 10 მივუმატოთ 5-იანი და დავლოვოთ. მოდი ნაშთი გავიგოთ, 10 რო 5-ზე ვაყოთ და ნაშთი რამდენი იქნება. ხო ძალიან მარტივია რა. და გონიათ რომ და მეც ეგრე მეგონა რომ აი ამას რა უნდა გასულ მაგარი ტიპი ვარ, ხა ყველაფერი გამომიგონა მწერლობას დავიფრობ. მერე მეორე ეტაპი არის რომ რაღაცები რთულდება მერე უკვე. აი ჩვენთან მაგალითად JavaScript-ში რაღაც სტუდენტები რომ მიდიან data სტრუქტურებზე, ობიექტები, მასივები და ლუპა და ასე შემდეგ, მან უკვე უჭირთ. და მეც დაახლოებით მაგ სირთულის სირთულიდან მივედი თავიდან, მან და ცოტა გამიჭირდა. და მეორე ეტაპი ის არის რომ ყველა ფიქრობს, აი ხა ყველაფერი მიჭირს, ყველაფერში მარცხები, არაფერი არ გამომდის. მაგრამ ეგ ჩვეულებრივი მომენტია რაღაცის სწავლისას. რაღაცას რო იწყებთ ახლიდან სწავლას ნულიდან, პროგრამირებასაც მათ შორის. რა თქმა უნდა არ გამოგივათ და მეც არ გამომდიოდა. მაგრამ თავარი არის რომ ეგ მეორე ეტაპი გადალახოთ. მეორე ეტაპი არის ყველაზე რთული. მიუხედავად მაგდენი მარცხისა, რომ მაინც გავგრძელოთ ბრძოლა. 12 საათი ზიღართ და შეიძლება 2 პრობლემა გადაჭრათ მარტო. შეიძლება ერთ პრობლემას 5 საათი დაახარჯოთ და ვერაფერი ვერ გააკეთოთ. მაგრამ მეორე ეტაპს რო გადალახავთ და მიხვდებით რომ პროგრამისტის საქმეც ზუსტად ეგაა. ანუ პროგრამისტის საქმე ეგაა, რომ რაღაცა არ გამოვდის და უნდა გააკეთო. რაღაცა არ იცი და უნდა ისწავლო. ეხლა მე მაგალითად რომ მუშაობ რაღაცა პროექტებზე და რაღაც კომპანიაში არ არის, ანუ ხშირად ის მომენტი რომ რაღაცა არ გამოდის, რაღაცა ერორია, რაღაცა არ ვიცი და უნდა დავარესერჩო. ის არ გეგონოთ რომ აი მოდი ერთ წელი ვისწავლე და მე მორჩა, ყველაფერი მეცოდინება. ეგრე არა. ვისაც არ უნდა კითხოთ, თუნდაც senior developers მაგალითად რაღაც 20-30 წლიანი გამოცდილებით, ისიც რაღაც მომენტში მივა იმ ეტაპამდე პროექტში რომ რაღაცა არ გამოდის და მაგასთან შეხება არ ქონია აქამდე. მაგრამ პროგრამისტის მთავარი სკილი ის არის რომ გქონდეთ პრობლემის გაჭრის უნარი. ყველაზე მთავარი სკილი ეგაა. საერთოდ არა აქვს JavaScript და Python-ი. მთავარი არის რომ იცოდეთ თუ როგორ უნდა გადაჭრათ პრობლემები. ეხლა რომ ყავდეს მაგალითად მე პირად 2 აპლიკანტი, ერთმა იცის კარგად JavaScript-ი. მეორე მაგრამ რაღაცები დაზეპირებული და მარტო JavaScript-ს იქით რაც ისწავლა და გადააკვდა, იმის იქით ახალი მასალის მოძიება და გააზრება და ერთმანეთთან დაკავშირება უჭირს. და მეორე არის ისეთი რომელმაც JavaScript მაგალითად მოვიყვანე. React-ი შემეძლო თქვა, მნიშვნელობა არა. მეორე არის რომელმაც ამის ნახევარი იცის, მაგრამ რო დასვა და თავსაკუთარ თავზე ამუშაო, დამოუკიდებლად უფრო მარტივად იპოვის პასუხებს. ანუ აქვს იმის უნარი რომ პრობლემები მარტივად გადაჭრას. მე მეორეს ავიყვანთ მე პირადად. ვიდრე პირველს რომელსაც უჭირს მარტივად თავისი რაღაცების დამოუკიდებლობა. და მაგ მეორე ეტაპს რო გადალახავთ, როცა მიხვდებით რომ ეგაა თქვენი საქმე მარტო, მეტი არაფერი, რომ რაღაცა პრობლემა არის, თავიდან ხო მაგას ვაუბრობთ, პრობლემის არსი
არის ყველაფერია პროგრამისტის პრობლემა გაქვს რაღაცა, დაგიდება უნდა გადაჭრა. ბევრი გაუგებარი იქნება, რა თქმა უნდა გადაჭრა. ეგაა მთავარი მუყამი. და მესამე ეტაპი მოდის მაგედან ზუსტად. აი მაგ მეორე ეტაპს გადავახოთ და მაგ ყველაფერს გაანალიზებთ. მესამე ეტაპი ეგ არის, რომ იმის მიუხედავად, რომ ეხლა მე ფიქრობდე, რომ იმის მაგალითად მე ფიქრობდე, რომ არ გამოდის და მოდი დავანებებ, ეგ ვიფიქრე, რომ არ გამომდის. მაგრამ არც უნდა გამომდიოდეს, ან ყველაფერი არ უნდა გამომდიოდეს, იმიტომ რომ ადამიანი რობოტი ხო არა ვარ და GPT ხო არა ვარ, რომ რაღაცა ვკითხოთ და ეგრევე პასუხი დავაბრუნო, ხო? არ გამოდის, არა უშევ დავსერჩავ. პრობლემა არაა. და მაგასაც ვაქცევთ ყურადღებას ალგორითმში. სტუდენტებთან კომუნიკაცია რო გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაცებში ვაწვალოთ და რას გულისხმობ. მენტორთან კომუნიკაციასაც რაღაც რამდენიმე მხარე აქვს. ერთი არის, რომ მენტორი გეხმარება ყველაფერში, დათურ სამსახურს გიწევს და აი ძალიან მალე აკეთებ ყველაფერს, აი რაღაც ამოცანა გაგეჭირდა, შეხვედი მენტორთან და მენტორი გიხსნის ყველაფერს. ანუ ეგ ერთი ამოცანაზე არ ვსაუბრობ, სულ რაც გიჭირს, ყველაფერს გიხსნის და გიკეთებს. ეგაა დათური სამსახურიც არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ეგეთი მიდგომა, რომ აი სტუდენტი რო შემოდის, ჯერ გვეუბნებ რაღაცა პრობლემას. მე იქ მეკითხებით და მეც პირადად სტუდენტი რო ჩემთან შემოდის, შენ ვეკითხები, აბა დასერჩე? თუ მე უნდა დავსერჩე, მე ვიტყვი რა დასერჩე, პასუხი იპოვე. მოდი მინიშნებას მოგცემ, ანუ ეგრევე კი არ ვეხმარები და მოდი ის დავწეროთ. ეგიდე ჩემთვის უღეთ ეს იქნება, სიმართლე გითხრათ. მე რო ჩემთან შემოვიდეს ვიღაცა რაღაც დავაწერინო, უფრო მარტივად მოვიშორებ და მეორჯერ მაგაზე აღარ მომაკითხავს. მაგრამ მე მირჩევნია, რომ ვაწვალო, სამჯერ შემოვიდეს ჩემთან, სამჯერ თუნდაც იგივე კითხვი და სამჯერ გავიმეორო რომ იგივე. მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გავიდეს სტუდენტი ჩემთან, რომ ანუ გაიგო, მართლა გაიგო და მართლა მიხვდა რაზე ვსაუბრობთ. და ანუ რამდენიმე მიდგომა არის აქ მენტორშიპში, რომ ზოგჯერ მინიშნებას ვაძლევთ, ზოგჯერ პირდაპირ ეხმარებით. ეხლა მაგალითად თუ სტუდენტი დასერჩა, ლექსია ნახა, დოკუმენტაცია წაიკითხა, მაინც არ გამოსდის, მე უკვე უჯდები და ვეხმარები. იწვალა ბევრი და დაიმსახურა. ან ეგრევე არ არის, მოდი დაგიჟდები ყველაფერს გააკეთებინებ რა. ეგ ცუდია პირიქით, იმიტომ რომ სტუდენტს ექნება არასწორი წარმოდგენები. ფიქრობს, რომ აი ხა ყველაფერი გამომდის, არა და მენტორი აკეთებინებს. მენტორი ფიქრობს, მენტორი უხსნის და ის კიდე თავის ნაფიქრას იღებს. როცა შენით რო დაждდა, შენით დაწევ და შენით იფიქრო, ეგ სულ სხვა არის. ეხლა ლექციაზე დარწმუნებული ვარ, რაღაც ლექციას უყურებთ, ყველაფერი გესმით, მაგრამ თქვენით რო იწყებთ, რაღაცები არ გამოგდით. მეც ეგრე ვარ, ხა ახალ რაღაცებს ვსწავლობ, ლექციას ვუყურებ, რაღაც ვიდეოს. ყველაფერი გავიგე, მაგრამ მე რო დავიწყებ წერას ჩემს პროექტში, რაღაც არ გამომივიდა. იმიტომ რომ წინაზე მე უსმენდი სხვის ნაფიქრალს, სხვის ნამუშევარს და იმას ვიაზრებდი უბრალოდ. და ეხლა მე რო დავჯექი და ჩემით უნდა ვიფიქრო, ჩემით უნდა ვწერო, ეგ უფრო რთული პროცესია. ამიტომ ეგ მიდგომა გვაქვს, რომ რაღაცაში მე მომავალში არ ვიფიქროთ, რომ უეჭველი ვიფიქრებთ, რომ რაღაც არ გამოვდით. როცა მენტორი ყველაფერში გიხმარებათ და ყველაფერს თვითონ გიკეთებთ, მე მიხვდებით, რომ აი მენტორთან ერთად როცა აღარ იქნებით და მენტორი აღარ გეყოლებათ, ბევრემ არ გამოგივათ. იგივე არის ტუტორიალებზე მაგალითად. არსებობს ეგეთი ტერმინი tutorial hell-ი, რაც იმას გულისხმობს, რომ სტუდენტი ადგება და უყურებს ტუტორიალებს. ვიღაც სხვა როგორ აწყობს პროექტებს, იმას ისმენს და იწერს იქიდან. და ნუ ფიქრობს, რომ ეხლა მაგარი რეზუმე მექნება, კაი პროექტები მაქვს, ბევრ რამეზე მიმშავია, მაგრამ როცა გასაუბრებელზე გავა, მიხვდება, რომ ბევრ რამე არ იცის. იმიტომ რომ სხვის დაფიქრალს აკეთებდა აქამდე, თავის და არ უფიქრი იმ რაღაცაზე. სხვის ნამუშევარს აკოპირებდა უბრალოდ. და ყველაზე კაი მიდგომა ამ ყველაფერში არის, რომ რაღაცა ლექციას უყურთ მაგალითად, გაიაზროთ და მე დამატებით თქვენით იწვალოთ. სინამდვილეში მეც რო ლექციას ვატარებ რა, ჩემგან იმდეს ვერ ისწავლით, ვიდრე საკუთარი თავისგან. თქვენ რო დაჯდებით, რაღაც არ გამოგივათ და თუნდაც ვერ ამოხსნით რაღაც ამოცანას, მაგენ უფრო ბევრს ისწავლით, მერწმუნეთ, ვიდრე მე რომ მომისმენთ. რაც არ უნდა გადაგვხსნით, მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც ერთ ამოცანას დაჯექით და იპოვეთ 10 არასწორი პასუხი და არ გამოვიდა. ეგ 10 არასწორი პასუხი იქნება სხვა ერთი ამოცანის სწორი პასუხი. ან მაინც გროვდება ინფორმაცია ტვინში, ხო? ამიტომ მაგ მარცხეს არ შეგეშინდეთ. მთავარი არის, რომ მიაწვეთ ბოლომდე და არ დანებდეთ. გამოიმუშავა იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად გაერკვე ახალ მასალაში ან ტექნოლოგიაში. ამაზეც გარკვეულწილად ვისაუბრეთ, წეღან უკვე. searching-ის სკილი და იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად მოიწვიოთ რაღაც ახალი მასალა, ტექნოლოგია და დაინტეგრიროთ მე თქვენს პროექტებში, არის უმნიშვნელოვანესი.
იმიტომ რომ თქვენ რომ რაღაც ისწავლოთ და ასრულებთ, ყველა ვარიანტში მოგიწევთ რაღაც ახალი მასალის შესწავლა, ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ეს სფერო არ სრულდება, მუდმივად მოგიწევთ რაღაც ახალი სწავლა. და ყველა ახალ პატარა ნიუანსზე რომ ადგით, აი მოდი ხა ლექციას უყურე, მოდი ამ კურსს ავიღე, მოდი იმ კურსს ავიღე, ეგრე არ უნდა იყოს. უნდა ისწავლოთ, თუ როგორ უნდა ისწავლოთ და დამოუკიდებლად გაერკვეთ ახალ ტექნოლოგიებში. აქაც მენტორები მაგაზეც მუშაობთ, რომ სტუდენტი რო შემოვა, მე ბევრჯერ გამიკეთებ მაგალითად, რომ სტუდენტი რო შემოვა, რაღაც კითხვა აქვს, ეგრევე კი არ ვეუბნები პასუხს. ვეუბნები, რომ მოდი კი არა ამოხსნეს ემოცია, მოდი დავსერჩავ. აი მოდი გაჩვენებ როგორ ვსერჩავ მაგ პრობლემაზე, მაგ პრობლემის პასუხს. და მთავარი ის კი არაა, რომ სწორი პასუხები იცოდეთ ამ სფეროში და ყველაფერი გამოგდიოდეთ. მთავარი არის თუ როგორ უნდა დასვათ სწორი კითხვა. ყველაზე მნიშვნელოვანია გადამიჯერეთ. სწორ კითხვას რო დასვავთ, თუნდაც GPT-სგან და AI-სგან და თუნდაც ინტერნეტში და გექნებათ იმის უნარი, რომ გარჩეთ დოკუმენტაცია თავიდან ბოლომდე. ეგ სულ სხვა არის დამიჯერეთ. იმიტომ რომ სწორ პასუხს, სწორ კითხვას მოუწევს სწორი პასუხი. და ბევრჯერ სტუდენტებს რო ვეუბნები, აი ხა მოდი ეკრანს ვუზიარებ და მოდი დავსერჩავ. აი სიტყვაზე ამოცანაში გეკითხებიან, ძალიან ისეთ მარტივ მაგალითს მოვიყვანე. იპო რომელი მაგალითი მოვიყვანე. მოდი ამოიღეთ მასივი და რაღაც კონკრეტული ელემენტი. და სტუდენტმა არის ის, როგორ გააკეთოს ეს და ლექსინი რაღაც არ ახსოვს. უზიარებ ეკრანს, ვეუბნები რომ მოდი დავსერჩოთ. აი როგორც იყო პირობა, მოდი იგივეს დავსერჩავ. როგორ ამოვიღო მასივი და ელემენტი, ოღონდ ინგლისურად. ხო, ინგლისურის ცოდნაც კარგია ეს თქმა უნდა სფეროსთვის. მაგალითად ცოტა ხანში ვისაუბრებ. მე იქ ამოვარდება, რომ აი ესა და ეს მეთოდი გჭირდება, რომ გამოიყენო, ესა და ეს ფუნქცია. არის მაგალითად splice სიტყვაზე, ხო? ეხლა ავტოგები და მოდი splice დავსერჩავ. Splice რას აკეთებს? რა არგუმენტები აქვს, რას აბრუნებს და როგორ მუშაობს საერთოდ, ხო? და მაგით რო ეხმარები სინამდვილეში მე თევზს კი არ ვაძლევ, ვასწავლი თევზაობას. რომ ამის მე თვითონ გააკეთე ყველაფერი. ჩემი მიზანი არ არის რომ სტუდენტი მოვიდეს ჩემთან და წელიწადი, 2 წელიწადი ჩემთან იყოს და ფული მიხადოს. ეგრე საერთოდ არ მინდა. მე მინდა რომ რაც შეიძლება მალე ისეთი ცოდნა მივსე, ისეთი უნარები გამოიმუშაოს სტუდენტმა, რომ მალე გავიდეს და მალე შეძლოს თავის განვითარება. ანუ ეგ მის წარმატება იქნება, რა თქმა უნდა, და სტუდენტის წარმატებაც ხო ჩემი წარმატებაც არის. შემიძლია ვთქვა რომ აი სტუდენტი მყავდა და აი ამას მიაღწია. ამიტომ ეგ მომენტია რომ საკუთარ თავზე მუშაობის და დამოუკიდებლად მუშაობის სკილი და searching-ის სკილი, დოკუმენტაციების გარშემოს სკილი ყველაზე მნიშვნელოვანია. და ყველა ბევრ სამსახურში, აი ვაკანსიებს რო ჩამოვყვეთ, ბევრგან არის მოთხოვნა რომ უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად განვითარება, უნდა შეეძლოს searching-ი, უნდა შეეძლოს რაღაც ახალი მასალის მოძიება. ეგ ზოგადი სკილი, რაღაც ტექნიკური სკილი არა, მაგრამ ბევრ ჭირდება ეს კადრი, რომელსაც შეუძლია რომ დამოუკიდებლად განვითარდეს. შემდეგი არის მუდმივად ისწავლე და აყევი განახლებებს ტექნოლოგიებში. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი ახალი ტექნოლოგია გამოდის. 20 წლის წინ რო იყო რაღაც 3 ტექნოლოგია გჭირდებოდა, ახლა არის 10 გჭირდება. მარტო ახალ ტექნოლოგიაზე არ არის. ბევრი ტექნოლოგია არის და ყველა სწორად, რომელსაც აქვს განახლებები. აი მაგალითად, ხა ფრონტ-ენდ სტუდენტები ვიცხართ, ეხა რამდენიმე თვის წინ React-ის ახალი ვერსია გამოვიდა რა სტაბილური გახდა, თორე 6 თვე არის არსებობს რა. მაგროს მოგიწევთ რომ განახლებას აყვეთ. იმიტომ რომ სიტყვაზე შეიძლება რა პროგრესის მუშაობთ ეგ ახალი ვერსია არ გამოიყენოთ მაგ ტექნოლოგიის, იმიტომ რომ ბევრი კოდია ნაწერი ძველ ვერსიაზე და იმას დარჩით, მაგრამ რაღაც ახალ პროექტში ჩაერთვებით, შეიძლება იმ ახალ პროექტში უკვე დაწყებული იყოს მუშაობა ახალი ვერსიით და გარკვეული უნდა იყოთ. უნდა ადგეთ, დასერჩოთ აი React 19 ვერსიაში რა გამოვიდა ახალი დოკუმენტაციას წაიკითხოთ, სიტყვას ვიდეოებს უყუროთ და გაიაზროთ რა არის ახალი. იმიტომ რომ ყველა ახალ updates მოყვება ის რომ უფრო ნაკლების წერა გვიწევს, უფრო ნაკლების ფიქრი გვიწევს, რაღაცები ავტომატური ხდება. აი React-ში ეგრე არის მაგალითად რომ რაღაცა ჰუკების გამოყენება აღარ გვიწევს და თავისით ხდება ოპტიმიზაცია პროექტის და საიტის. ამიტომ მაგ განახლებების აყოლა არის მნიშვნელოვანი და მან ასევე გვეხმარება searching-ის სკილები. და დამოუკიდებლად თათვისების სკილები, ანუ ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. ანუ ერთი რაღაცა კვანძიდან რომ ამოიღო რაღაც კონკრეტული მონაკვეთი, ყველაფერი ჩამოიშლება. ანუ ყველაფერი გჭირდებათ ერთდროულად. განაიშო მოდი ამაში ძლიერი ვიქნები და ამაში სუსტი ვიქნები, ეგრე არა. ყველაფერი დაერკვევა. ხო.
გამდიდრესივი რეალური პროექტებით. ადრე, აი თუნდაც კორონას პერიოდში 2-3 წლის წინ, 4 წლის წინ ბევრად მარტივი იყო დასაქმება. სიტყვაზე რომ დამკვეთის გეჩვენები რომ აი თუდო ავაწყე, აი e-commerce-ის რაღაც პატარა ვერსია ავაწყე და შეიძლება უკვე დაფიქრებული იყო, მოდი ავიყვან. მაგრამ ახლა ეგრე არის რომ ეხლა თუდუს პროექტი, თუდუების პროექტი არავის არ აკვირვებს. არავის არ აკვირვებს აკორდიონის პროექტი, საერთოდ რა. ამიტომაც აუცილებელი რომ CV გადიდროთ რეალური პროექტებით. და როგორ? ჩვენთან გვაქვს ბევრი პროექტი, ხო? თუდუც არის მათ შორის და აკორდიონიც, იმიტომ რომ რაღაცას უნდა მიიღოთ, მაგრამ ყველა ეტაპის მერე პროექტები რთულდება და ბოლო ეტაპებში არის უკვე რეალური პროექტი და მიახლოებული პროექტები. ასევე გვაქვს კოლაბორაციული პროექტებიც, სადაც რეალურ პროექტებზე მუშაობთ გუნდურად და ეგ გუნდური სკილიც აუცილებელია მაგაზე თემა ბოლოსკენ კონსულტებული. მაგრამ თავარი მუღამი ის არის, რომ არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეთ არც ერთი კურსის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. და რატომ? ეხლა ჩვენს მაგალითად მე რო ლექციებს ვატარებ ხოლმე, ყველაფერს არ ვხსნი ხოლმე ძალით. რომც მოვინდომო სიტყვაზე და მინდოდეს ყველაფერი ახსნი, ყველაფერს ვერ ახსნი, იმიტომ რომ რაღაცა მომენტი იქნება, რომ სტუდენტი შემოვა და ეს მითხრას, რომ აი ეს მომენტი არ გიხსნით ემო და მოდი გავიაროთ. ეგ მომენტი ხშირად არის ხოლმე. მაგრამ ზოგი რაღაცა მაინც ძალით არ მაქვს ახსნილი. აი მაგალითად პირველ ლექციაში მაგალითად დავალებების სექციაში COVID ფაქს ბოლოს ერთი დავალება, რომელიც მეორე ლექციაში უნდა ახსნო. ანუ სპეციალურად ტოვებ ისეთ ამოცანებს და პროექტებს, რაც არ ამიხსნე, მომავალში ხსნი. ან სპეციალურად არ შევიდო, მინდა რომ თვითონ დაასერჩოს. სტუდენტებმა მოიძიონ ინფორმაცია, თვითონ იწვავო. იმიტომ რომ ეგ ძალიან კაი სკილია და იგივე ვრცელდება ყველაფერზე. ეხლა ჩვენ რა პროექტები გვაქვს? არა აუცილებელი რომ და ეგრე არ უნდა იფიქროთ, რომ აი ამ პროექტებს რო გავაკეთებ, მორჩება რა. დამოუკიდებლად თქვენითაც უნდა ეძიოთ რაღაცა პროექტები და რეალური პროექტები შექმნათ. ჩვენს გვაქვს რეალური პროექტები დავალებებში, მაგრამ დამატებით კიდევ აუცილებელი არის. და ეგ როგორ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? შეგიძლიათ ეგეთი რაღაც ქნათ, რომ ჩამოუყრეთ სოციალურ ქსელებზე კომპანიებს და მიწეროთ იმათ, ვისაც საიტი არ აქვს. ან აქვს ისეთი საიტი, რომელიც აი ცუდი საიტია რა, შესახედი არაა, დიზაინი გასანახლებელი, ოპტიმიზაცია აქვს საშინელი. შეგიძლიათ მიწეროთ, რომ აი ვარისა და ეს, მაქვს ესეთ ეს გამოცდილება, მოდი ვითანამშრომლოთ და საიტს აგიწყობთ ძალიან დაბალ ფასად, ან უფასოდ. ეგ თქვენთვის არ გიგონთ, რომ აი რაღაცა საქმეს აკეთებთ და მონური მუშაობა გამოდის, ეგრე არა საერთოდ. თავიდან სამ გამოსვლებას მიიღებთ, თუნდაც უფასოდ რომ იმუშაოთ რაღაცა პროექტზე, ეგ წაგადგებათ იმაში, რომ რეალური პროექტი იქნება CV-ში დატანილი, რაც იმაში დაგეხმარებათ, რომ მე სხვა დასაქმებელი ნახავს თქვენ პროექტს, მოეწონება და უფრო დიდი შანსია რომ აგიყვანოთ. თუნდაც შეგიძლიათ რომ რაღაცა თქვენი იდეა შექმნათ. თქვენით მოიფიქროთ რაღაცა და აი მაგალითად რაღაცა სტარტაპი იდეა მოიფიქროთ და იმაზე აწყოთ რეალური პროექტი. ან თუნდაც რაღაცა კომპანიის კლონი შექმნათ, Airbnb, Facebook, Instagram, ძალიან ბევრი კომპანია, ხო? და ბევრი კომპანიის საიტია. შეგიძლიათ ეგრე გააკეთოთ. ეხლა ჩვენთან სტუდენტებთანაც ზოგი არის რომ თავისით ეძებს რაღაც სხვა პროექტებს და იმის იქით აკეთებს, ზოგი არის რომ უკვე პროექტი აქვს აღებული და იმას აკეთებს, ზოგი არის რომ თვითონ მოიფიქრა რაღაც პროექტი და იმას აკეთებს, ან მაინც აუცილებელია რომ რეალურ პროექტებზე იმუშაოთ. და ამაზე ამ თემიდან მინდა გადავხვიო, რას ნახეთ. ჩვენ რასაც დავაკვირდით, აი ეგ თემა ცოტა რთული არის სტუდენტებში. ანუ რაღაცა ეტაპს რო გადიან და ყველა პროექტს აკეთებენ, ბევრს უარდება мотиваცია იმისა, რომ თავის ახალი პროექტი მოძებნოს. ან სიტყვაზე აი მაგალითად მე-7 ეტაპში გვაქვს რეალური პროექტების ახსნა გამარტება. ანუ გარჩევა რა უნდა იყოს საიტზე, როგორ უნდა იმუშაოს, ჩამოწერილია ქვემდებათ და პუნქტებად. როგორც დავაკვირდით, ანუ სტუდენტებს ცოტა ეზარება, Figma საიტი, Figma-ს დიზაინი არაა და ეხლა ჩემი თუ მოვიფიქრო დიზაინი, ყველაფერს მე უნდა ვიფიქრო. და ეგეთი ამბები რო არის, გადავწყვეტეთ, რომ ეხლა რამდენიმე თვეში გვინდა რომ მაგაზე მუშაობა დავიწყოთ, დაგვემატებინა სტაჟების პროგრამა. სადაც სტუდენტები იმუშავებდნენ და იმუშავებენ რეალურ პროექტებზე გუნდურად. Ну, გუნდურად რომ მუშაობ, ვაფშე საერთოდ სხვა საკითხია, იმიტომ რომ ბევრი სხვა ცოდნა გჭირდება, გიტთან და გითავთან კომუნიკაცია, შენი ნამუშევარი სხვას გაუზიარო და უფრო სხვა და უფრო უნიკალურ თვისებებს და სკილებს იძენთ.
და ეგ სტაჟირის პროგრამაც იმაში დაეხმარება სტუდენტებს, რომ ვიქნებით მენტორები, ზედამხედველები ამ პროექტებისა, ამ team lead-ები ვიქნებით. და თუ რამე გაუჭირდებათ ამ პროექტზე მუშაობისას, დავეხმარებით. თუ რაღაცა შევაჭირდებათ, ურჩევთ, ვეთქვით, რომ აი ეს ტასკებია გასაკეთებელი და ვეთქვით, აი შენ ეს გააკეთე, გვექნება კოლები ყოველ დღე, გვინდა რომ ასევე კვირაში ერთხელ მაინც ოფისში ვისხდეთ და ოფისიდან ვიმუშაოთ ხოლმე. მაგაზე რაღაც განახლებებს ვაპირებთ. და მანდ ეგეთი სტრუქტურა იქნება, რომ რაღაცა სტარტაპ იდეები გვექნება, ანუ რეალური პროექტები, რაზეც ვამუშავ სტუდენტებს, რომ რეალური გამოსვლება მიიღონ და ჩაწერონ CV-ში. ზოგადად, აი არავის არ აინტერესებს რამე რეალური პროექტი, რაც აი მართლა კაი პროექტია. თქვენი იდეა არის ეგ, კლონი არის, თუ ვიღაცას აუწყეთ და ფული არ აგიღიათ, ან ვიღაცას აუწყეთ და ფული აიღეთ. ეგ ყველას აი არავის არ აინტერესებს. თავარი არის, რომ ვიღაცა შეხედა პროექტს, ძალიან კარგი ნამუშევარია, თქვენ შეგიძლიათ ამ პროექტზე საუბარი და შეგიძლიათ იმას საუბარი, როგორ ააწყეთ, რა სირთულები შეხვდათ, რა ისწავლეთ, მაგების გარშემო შეგეძლოთ. და ის არავის არ აინტერესებს, აი აქ ფული აიღე თუ არა, ეს შენი იდეა თუ არა, მართლა არავის არ აინტერესებს. და აქაც ეგეთი ბენეფიტი ის ექნებათ სტუდენტებს, რომ ამ პროექტებზე მუშაობით გამოცდილება შეაიწერონ, ანუ სამუშაო გამოცდილება ექნებათ სწავლის პროცესშივე. თან პარალელურად ეხლა დავიწყეთ მუშაობა software development-ის კომპანიაზე, AlgoSoft, Algo ხო გვაქვს სტუდენტებს რო ვასწავლეთ. მეორე კომპანია გვაქვს AlgoSoft-ი, სადაც ვიღებთ პროექტებს. ეხლა დავიწყეთ მაგის განვითარება, ეხლა პირველი პროექტის ავიღეთ და მაგაზე მუშაობთ და მაგ სტაჟირის პროგრამისთვის გვინდა ეგეთი რაღაც ეკეთება, რომ ბევრი პროექტი რო გვექნება, ვამუშაოთ სტუდენტები. რომ მივიჩით რაღაც ტასკები, იმუშაონ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებას რო გქონდეთ, ამ სწავლის პროცესში შეიძლებათ, რომ ჩაიწერონ CV-ში სამუშაო გამოცდილება. რის შემდეგაც უფრო მარტივია ხოლმე დასაქმება. ამიტომ თქვენით დამოუკიდებლად ან ჩვენი დახმარებით როგორც არ უნდა იყოს, რეალურ პროექტებზე აუცილებლად რომ იმუშაოთ და გამოდიდოთ CV მათი. გამოდიდოთ CV ამ პროექტებით. აგზავნე CV ყოველ დღე და ყველგან. ჩვენ სტუდენტებს ამ ბავშვის ვეხმარებით დასკვნების საკითხში. ოღონდ განა იმ მომენტში, როცა სწავლას დაამთავრებენ. სიტყვაზე ვიღაცამ სწავლა დაამთავრა ერთ წელში. ანუ შეიძლება 6 თვეში დაამთავროს, შეიძლება 2 წელში დაამთავროს. გააჩნია როგორი ტემპი აქვს და რამდენი დრო აქვს. მაგდებს მივყევით ჩვენ მენტორები. მაგრამ ეგეთი მიდგომა გვაქვს, რომ სანამ სწავლას დაამთავრებენ, მანამდე ვეხმარებით უკვე CV შედგენაში, LinkedIn-ის მოწესრიგებაში, GitHub-ის მოწესრიგებაში. იმიტომ რომ შეეჩვიონ მარკეტს, ანუ გაარჩიონ ბაზარზე რა ხდება. იმიტომ რომ თავიდან რომ CV-ს ადგენთ, რაღაც სოციალურ ქსელებს აწესრიგებთ და CV-ს აგზავნით. მან რაღაც ბევრი ხირკია, ბევრი პლატფორმაა, რაც უნდა იცოდეთ და ცალკე მწვალება გჭირდებათ. რასაც ცალკე ცოდნა ჭირდება ასევე რა. ამიტომ ვეხმარებით მაგ ყველაფერში, აი რაღაც რამდენი პროექტი რო ექნებათ, უკვე ვეუბნებით, რომ აი მოდი CV გავაკეთოთ და იმასაც ვეუბნებით, რომ ეხლა მართალია ნაკლები შანსი იმისა, რომ ვიღაცა მაგიყვანოს, მაგრამ როცა უკვე იმ დონეზე იქნები, რომ კაი პროექტები გექნება, უკვე დამუღრმებული გექნება ეგ პროცესი ყველანაირად. და ეგრევე შეგიძლია რომ 2 კლიკით გააგზავნოს CV, ეგრევე იგეცოდინება მარკეტზე რა ხდება, რა ფასის რეინჯი შეგვიძლია რომ იმუშაო და ასე შემდეგ. და აუცილებელი არის რომ ყოველ დღე აგზავნოთ CV და ყველგან. და რაც გულისხმობ. დღეში უნდა გააგზავნოთ 100 CV მაგალითად. უნდა გამოყოთ დღეში 1-2 საათი სწავლის პარალელურად და ამ სწავლასთან დამატებით. რა ვთქვათ რომ აი ხა მოდი დღეს 2 საათი ჩავუშვდები და ეს 2 საათი არაფერს არ გავაკეთებ CEO-ების გაგზავნის გარდა და კომპანიების რესერჩინგის გარდა. და ეგ უნდა გააკეთოთ ყოველ დღე. ასევე ის უნდა გააკეთოთ რომ და გაითვალისწინოთ რომ ბევრ კომპანიას ვაკანსია საერთოდ არ უდევს. ეხლა რომ შეხვიდეთ და დაარესერჩოთ ქართული ბაზარი junior developer-ებზე ვაკანსიას ბევრს ვერ ნახავთ. ნუ ზოგადად შემცირებულიც არის ოდნავ junior developer-ზე მოთხოვნა მაგას ბოლოსკენ ვისაუბრებ. მაგრამ ბევრს ვერ ნახავთ. უცხოურ ბაზარზე ბევრია, იმიტომ რომ უფრო დიდი ბაზარი არის. და ეგ რატო ხდება? კომპანიას როცა ჭირდება ახალი დეველოპერი და ახალი თანამშრომელი, იმის მაგივრად რომ დაპოსტოს LinkedIn-ზე, ან რაღაც ჯგუფებში და შემოვიდეს 200 აპლიკანტი. მერე მაგ 200 აპლიკანტს გაესაუბროს HR-ი
მე მაგიდან რო გადავა 100 ჩაუგდონ პროექტი, მე მაგიდან რო გადავა 50 გაისაუბრონ, live coding-ი ჩაუტარონ. და მე მაგიდან რო 10 გადავა, დაიბარონ კიდე ოფისში და გაისაუბრონ საქმე, ხო? მაგას ჭირდება ძალიან ბევრი რესურსი და ბევრი დრო. ამიტომ მაგის მაგივრად კომპანიები ეგეთ რაღაც აკეთებენ, რომ თავიანთ საანსრებლო წრეში ეძებენ დეველოპერებს და ზოგადად თანამშრომლებს. იმიტომ რომ ბევრად მარტივია და ასევე ვიცი რომ შენ რო ვიღაცასთან მუშაობ 2 წელი და ეგ გირჩევს რომ აი კაი ტიპი მყავს და მოდის მოიყვანოთ იმას ენდოვი ეგრევე და იცი რომ რომოვა ეგ დეველოპერი ან თანამშრომელი იცი რომ თავის საქმეს გააკეთებს პასუხისმგებლიანი იქნება და ანუ საქმეს არ გაგიფუჭებს. ბევრად მარტივია და შეიძლება ერთ კვირაში აიყვანო თანამშრომელი. იმის მაგალითად 2 თვე დახარჯო ბევრი რესურსი წინა ხერხზე. და რადგანაც არ უდოთ კომპანიებს ისინი ვაკანსიები, უნდა მიწეროთ თქვენ არქეთ კომპანიებს, თუნდაც ვაკანსია არ ედოთ, უნდა მიწეროთ კომპანიებს, HR-ებს, უნდა აუხსნათ და მოუყვეთ თქვენი თავის შესახებ რა გამოცდილება გაქვთ და უთხრათ რომ აი მოდი ესეთ ეს გამოცდილება მაქვს და თქვენ კომპანიას გავეცანით, თქვენი გუნდის რაღაცა ღირებულებები მომწონს და ვისურვებთ და თქვენთან დამიწყო მუშაობა. შეიძლება ეგრევე არ აგიყვანონ, მაგრამ კომპანიები ეგრეთებენ რომ იტოვებენ თქვენ CV-ს ყოველთვის და თუ რამე გამოჩნდება ისეთი ვაკანსია, რომლისთვისაც თქვენ ხართ შესაფერისი დაიკავშირდებიან აუცილებლად თუ მოეწონეთ. იმიტომ რომ ეხლა ყველა ეგრე არ აკეთებს საერთოდ რომ ბევრი აგზავნის იმ ვაკანსიებზე, რაც უკვე ატვირთულია. მაგრამ უმეტესობა ვაკანსიები არც ადადებული. და წარმოვიდგინე მე რომ კომპანია ვარ და ვეძებ დეველოპერს, ну ერთი არის რომ სანაცნობოში გავეკითხე, ვის ყავს ნაცნობი რომელიც გამოდგება ჩემი საქმისთვის და მეორე არის რომ LinkedIn-ზე მწერს ერთი ადამიანი. უცბად რა, არ დამიდე ვაკანსია, მაგრამ წერს LinkedIn-ზე. გამოსნო თავისი რაღაც გამოცდილება, პროექტები ჩამიყარა და ეხლა მე უკვე ვიღაცა მყავს, ანუ ვიღაცა არჩევანი მაქვს რომ გავაკეთო, ან ის რომ ირჩევს მომავალში ისავიყვანო, ან ეს. ანუ ეხლა უფრო შანსია ბევრი იმისა რომ მე მუშაობა დავიწყო, ვიდრე რომ საერთოდ არავის არ მიწერო და უბრალოდ ვაკანსიებზე ვაგზავნო CV-ები. ორი უნდა გააკეთოთ. კომპანიებს უნდა მიწეროთ HR-ებსაც და ვაკანსიებს უნდა გააგზავნოთ CV-ები. ყველაფერი უნდა გააკეთოთ და ყველაფერს მივედოთ. იმიტომ რომ ბევრი თქვენ გარდა კიდე ბევრი აგზავნის მათ, დიდი არის კონკურენცია, მაგრამ მაგ პროცესს რო გაევლით, მართლა რო ყოველდღე 2 საათი დაუშვებით CV-ს გააგზავნით. რაღაც მომენტში აუცილებლად გამოვა. თუ მართლა რო დაჯექით თავიდან სწავლის პროცესში, ყველაფერი კარგი ისწავლეთ, CV კარგი გაქვთ, კაი პროექტები გაქვთ, მართლა აგზავნით CV-ს და აქტიურობთ ბაზარზე. რაღაც მომენტის მერე აუცილებლად გამოგივათ. აი მაგაში მერწმუნეთ. შეიძლება იყოს ერთ კვირაში, შეიძლება იყოს 2 თვეში, მაგრამ რაღაცა მომენტში მიიღეთ ერთ კის. ანუ თქვენ ერთი კი გინდათ, მარტო მეტი არაფერი არ გინდათ. და ერთ დღესაც გაგიმართლებთ. ოღონდ გაგიმართლებთ ბჭყალებში. მე ეგრე ვთვლი რომ ანუ იღბალს ჩვენ თვითონ ეკვნით და რა მხრივ. მე რომ ეხა ჩაუჯდე, კარგად ვისწავლო 1 წელი. მე გავაგზავნო და ძალიან ვიწვალო CV-ს კარგ შედგენაზე და პროექტების მოწესრიგებაზე, CV-ს გაგზავნაზე და მე 2 თვე ვაგზავნო CV-ები. და მე ამიყვანო. მე ხო არ ვიტყვი რომ გამიმართლა. უბრალოდ ყოველდღე რაღაცას ვაგზავნიდი, რაღაც CV-ებს, ერთხელაც ისეთ კომპანიასთან გავაგზავნე, რომელსაც მოვეწონე. ეგ გამართლება ბჭყალებში, იმიტომ არის რომ ამდენი რომ ვიშრომე და ყოველდღე რომ ვცადე, ყოველთვის რაღაცას ვცდით ყოველდღე, ერთხელაც უეჭველი გამოვა. მარტო პროგრამირებაში არაა ეგ, ანუ ცხოვრებაში ეგრეა რომ რაღაცას თუ ბოლომდე მიაწვევით, აი მართლა თუ მიაწვევით. მე იმას არ ვამბობ რომ აი მოდი ეხლა დღეს ვისწავლე და მოდი 1 საათი TikTok-ს ავსრულავ. ეგ ბოლომდე მიწოლა არა. თქვენ თავთან უნდა შეგეძლოთ იმის თქმა რომ აი ეხლა მე მართლა მაქსიმუმს ვდებ ამ საქმეში. აი მართლა ყველაფერს ვაკეთებ რაც მაქვს და მთლიანი რესურსი მიდის ამ საქმეში ჩემი. იმიტომ რომ თქვენ რომ მიხვდეთ რომ ეხლა მე თლად ყველაფერი არ გამიკეთებია, მაშინ მე უკვე ის მომენტის არ გექნებათ რომ მიწუწუნოთ რომ რატო არ გამომდის რატო არ მაგაი პროექტები. როცა მართლა ჩაუშვდებით, მართლა მოინდომებთ, გამოგივათ აუცილებლად. ოკეი. შეიძლება მალე დაიწყო მუშაობა, ამ თვეების მერე მხოლოდ ერთი კი გინდა. ნუ ამ თემას უკვე შევეხე. ერთი კი გვინდა მართლაც რომ ბევრი არა იქნება, როცა დაიწყებთ CV-ს გაგზავნას, მაგრამ ბოლოს იქნება ერთი კი, თუ მართლა იცდებით და მართლა ყველაფერი გამოგივათ. გამოგივათ რა, მართლა ჩადებთ ამ სფეროში რესურსს. და ამ პროცესში ვეხმარებით მენტორები, ან მარტო სწავლების ნაწილი არა გვაქვს.
სწავლების მერე ხომ მოდის სიების გაგზავნა, მე გასაუბრება, რო აგიყვანეს სამსახურში, მე მოდის იქ სხვა სკილები ჭირდება, გუნდთან ერთად მუშაობა უნდა იცოდე. მარტო სწავლების ნაწილს არ მიხედავთ ჩვენ. ჩვენ გვაქვს ყველაფერი ერთდროულად და თავმოყრილი. ანუ სიებში სხვა ხმარებით, სიების შედგენაში რჩევებს ვაძლევთ ბაზარზე, რა ხდება, რა პლატფორმები გამოიყენონ, რა ხრიკები გამოიყენონ, როგორ უნდა ისწავლონ, სწავლებაში ვეხმარებით და ასევე live coding გასწავლებასაც უტარებთ ხოლმე სტუდენტებს. რაც იმას გულისხმობს, რომ ეხლა თქვენ რომ გააგზავნოთ სიები და ვიღაცასთან მოგიწევთ გასაუბრება. ზოგადად ერთი გასაუბრება არ მოგიწევთ დიდი ალბათობით. უმეტესად არის რომ ჯერ გაესაუბრებთ HR-ს, თქვენს თავზე მოუყევით ზოგადად რაც იან გამოსვლებაზე, რაზე გიმუშაობთ ასე შემდეგ. მეორე გასაუბრება არის ხოლმე live coding გასაუბრება, სადაც ტესტავენ თქვენს ტექნიკურ სკილებს. ანუ მართლა რა იცით. ანუ online დაგისვავენ და გაგაზიარებინებენ ეკრანს, გეტყვიან მოდი ეს გამიკეთე და თან მესაუბრე ამას როგორ აკეთებ. და მან ერთი ამბავია რომ შეიძლება ცოდნა გქონდეს მართლა მაყურებს, მაგრამ იმდენად სტრესში იყო, რომ უცბად დაიბნე. და ეგ სტრესი რომ გადავალახინოთ სტუდენტებს და ისეთ თემაზე გავაკეთებინოთ აქცენტი, რაც არიციან და ჯობია რომ მიუბრუნდნენ, მაგისთვის ვესაუბრებით ხოლმე ყოველ თვე. აი ხა მაგალითად ხვალაც მაქვს ხვალ და მოყოლებული ერთი კვირა მაქვს live coding გასაუბრებები ჩანიშნული. რო სტუდენტებს დავისვავ და კითხავ რაღაც კითხვებს, თეორიულსაც და პრაქტიკულსაც, ანუ გამიზიარებენ ეკრანს და რაღაცას რო მივცემა მოცანას, ვეთქვი რომ აი მოდი ამომიხსენი და თან მითხე როგორ ხსნი. ეგ აი იმიტომ არის რომ ჯერ ერთი სტრესს გადალახავენ სტუდენტები და მიეშვევიან აი ამ პროცესს და მეორე კარგი იმისთვის არის რომ რაღაც თუ შეეშლებათ და არ გამოუვათ. ეცოდინებათ რომ აი მოდი აი აქ მაქვს ჩავარ და თემო მეს კითხა და არ ვიცოდი, მოდი ამას გავიმეორებ და ამ ხროს ამოვავსებ. რაც რა თქმა უნდა მომავალში წაგაგებათ. ოკეი. მიწერ იმათაც კი ვისაც ვაკანსია არ უდევს. ნუ ეს 3 თუ 4 სლაიდი ერთ თემაში გავაერთიანე წერა რომ ვისაუბრე. გაუზიარე შენი მიღწევები და ნამუშევრების სხვებს. ამაში რას გულისხმობ? მარტო ის კი არა რომ აი რაღაცა აღაწყოთ და მეგობარს ვთქვათ რომ აი ნახე რა მაგარი რაღაც გავაკეთე. ეგრე არა, საჯაროდ უნდა იაქტიუროთ აუცილებლად. რისთვისაც LinkedIn-ი არის ყველაზე კარგი და GitHub-ი. LinkedIn-ს რო შექმნით, აუცილებლად უნდა ატვირთოთ რაღაც პროექტები. რომ შემოვა HR-ი ან ვიღაცა ვისაც ჭირდება დეველოპერი და ეძებს იმ გამოსვლების მქონე კადრს, რაც თქვენ გაქვთ, უნდა ხედავდეს თქვენს LinkedIn-ს და GitHub-ს რომ მართლა მუშაობთ თქვენ თავზე და მართლა რაღაცას აკეთებთ. და მანდ უნდა დააგროვოთ კონექშენები. LinkedIn-ზე, Facebook-ზე რო არის მეგობრები, LinkedIn-ზე არის კონექშენები. ეგ კონექშენები კარგი არის რომ რაც უფრო მეტი კონექშენი გყავთ, რაც უფრო მეტი მეგობარი გყავთ დამატებული LinkedIn-ზე, მით უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ. და სიტყვაზე თქვენი კონექშენი რო დადებს რაღაც ვაკანსიას, მაგის ნოტიფიკაცია მოგივათ. და ბევრი ნახავს რომ მართლა ვითარდებით, რაღაც პროექტებს ტვირთავთ, სიტყვაზე პროექტი რო ატვირთეთ, იქვე მიაწერეთ, აი ეს გავაკეთე, რაღაცა ეს ტექნოლოგიები გამოვიყენე, ეს დრო დამჭირდა, ეს ვისწავლე. თქვენ ცოდნას რო აზიარებთ LinkedIn-სა და GitHub-ზე, უფრო მარტივად ხდება დამსაქმებელი, რას წარმოადგენთ. ალბათ მანდ რაღაც პატარა ნიუანსები, აი მაგალითად სიტყვაზე თქვენ სწავლობთ 6 თვე და მერე შექმნით LinkedIn-ი. ჩვენ სტუდენტებს ვეუბნებით რომ მალევე შექმნათ LinkedIn-ი, მაგრამ ზოგი ეგრე აკეთებს სამწუხაროდ რომ გვიან ქმნის LinkedIn account-ებს და მერე იწყებს კონექშენების მოძიებას, როცა უკვე CV-ს გაგზავნის დროა. და ეგრესაა კაი რომ სწავლის პროცესში რომ აუდიტორიას იკრებთ და მეგობრობას იკრებთ LinkedIn-ზე, როცა უკვე CV-ს გაგზავნის დრო დადგება და მუშაობის დაწყების დრო, ხო? მაშინ უკვე გექნებათ reach. ანუ მიწდომა გექნებათ ძალიან ბევრ ხალხზე. როცა სიტყვაზე 6 თვის მერე შექმნათ, როცა უკვე პროექტები გაქვთ, მერე უნდა დაიწყოთ უკვე მოძიება კონექშენების. როცა უკვე უნდა გქონოდეთ. მაგ მომენტში, როცა მაგალითად რაღაცა პერიოდი სწავლობთ, პროექტები გაქვთ, დაგეზიაროთ რომ LinkedIn-ი შეგექმნათ და მერე შექმნით. მანდ ერთი რჩევა მექნება რომ თუ გვიან შექმნით LinkedIn-ს, მანდ სწორად მიუდგეთ და რა პროექტებიც გაქვთ გაკეთებული, ყველა არ ადვირთოთ. მაგალითად გაკეთებული ბოლოსკენ e-commerce პროექტი და სულ თავიდან დაიწყეთ NFT ქარდით, მაგალითად, რომელიც პატარა ქარდია, რომელსაც ჭირდება ალბათ რა ვიცი, ერთი 100 ხაზი კოდი ძალიან მარტივია.
ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ეგრე გვიან შექმნით LinkedIn account-ი, პირველი პროექტების სტატუსი არ დაიწყოთ. იმიტომ რომ ეგ ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ ეხლა იწყებს სწავლას. თქვენ თუ სწავლის დაწყებიდან ეგრევე შექმნით LinkedIn account-ი, მაშინ პრობლემა არა. გააზრდეთ ყველა პროექტი და ყველა პროექტი დადეთ და ყველა ახალი ნასწავლი მასალა დადეთ LinkedIn-ზე და გააზრდეთ. მაგრამ თქვენ თუ რაღაც 9 თვეს სწავლობთ უკვე პროგრამირებას და LinkedIn-ი ახლა შექმნით, პირველი პროექტების დადება იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას გონია, რომ ახლა იწყებს სწავლას. და ეგ კარგი არა. ჯობია რომ ბოლოს რას გააკეთეთ რამდენი პროექტი 5-6 იყოს თუნდაც. ეგენი გააზრდეთ, რომ იმის შეგრძნება დაარჩეს სხვებს, რომ ეს ახლა კი არ იწყებს სწავლას. მართალი account-ი ახალია, მაგრამ ამას თავის-თავზე account-ი შექმნამდეც უმუშავია თურმე და კაი პროექტები აქვს. ეგ იქნება ჩემი პატარა რჩევა. და GitHub-ზეც უნდა იაქტივოთ, რა თქმა უნდა. GitHub-ი ვინც არ იცით, არის პლატფორმა, სადაც ვინახავთ ჩვენ კოდს, ნამოშრომლებს და ვაზიარებთ ერთმანეთთან. მანდაც შეიძლება ბევრი ამის გაგება. მე თუ დამსაქმებელი ვარ და მინდა რომ ვნახო აი ამ ვიღაცა ტიპს რა აქვს გაკეთებული, შევალ მის GitHub account-ზე და გადავხედავ პროექტებს. ნახავ როგორ აქვს კომიტები დაწერილი, რაღაც ტექნიკურ ამბებს შევამოწმებ. ამიტომ ეგეს უნდა გქონდეთ კარგად, მაგას უნდა მიაქციოთ ყურადღება აუცილებლად. და აქედან იმ თემაზეც შეიძლება მიუღუნება, რომ ყოველდღე უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე. აი GitHub-ზე მაგალითად ჩანს აქტიურობა. ყოველდღე რას აკეთებთ, რა კოდს წერთ, რას შლით, რას ამატებთ, ყველაფერში აბსოლუტურად. და ვიღაცა რომ შემოვთ თქვენს GitHub-ის პროფილზე ნახავს, რომ აი ყოველდღე მუშაობთ. ჩაგდება არა გაქვთ. იფიქრებს, რომ ნუ ეს შრომელი კადრი არის რა და ღირს აყვანათ. მე იმას არ ვამბობ, რომ აი მაინც და მაინც ყველა კუბიკი გაამწვანოთ GitHub-ზე, რომ ყველა დღეს დაგიფიქსირდეთ რაღაც პროგრესი. ეგრე რომ გააკეთოთ და რაღაცა ყოველდღე ერთი ხაზი დაამატოთ, ეგ ცუდია პირიქით. მე ვიღაცა ხვდება, რომ ეს ყოველდღე კი არ მუშაობს. ყოველდღე ერთ პატარა ხაზებს იმიტომ აბატებს, რომ ვითომ შრომელი გამოჩნდეს, ან ვითომ ისეთი გამოჩნდეს, რომ ყოველდღე რაღაცას აკეთებს. ეგრე არ გააკეთოთ. მართლა რაღაცა ღირებული გააკეთეთ ყოველდღე და შემოტეთ თქვენ პროექტებს. კიდე გაჭედა. networking იყო შემდეგი თემა, ახლა შევამოწმოთ, არ მინდა რომ გადავხვდე. ხო, networking-ია შემდეგი თემა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად არის networking-ი. და ისეთი ხალხის გაცნობა, რომლებიც ამ სფეროში არიან. ეხლა თქვენს აქ რომ მოხვედით და აი ამ ჩემი საუბრის მერე და კითხავს რომ ამისოთ ყველაფერს გავულით, მე ხო ავდგებით და ნებისმიერ რაღაცაზე ვისაუბრებთ. ან აივანზე გავალთ ან თუ ვისაუბრეთ რა, ეგ არის networking-ის ნაწილი. ერთმანეთს გავიცნოთ პირადად, გავუძლიეროთ რაღაც ერთმანეთის გამოცდილებებს. ეგ რატო არის ყველაზე მნიშვნელოვანი? თქვენ რომ იცნობდეთ ვიღაც ადამიანს, რომელიც არის რაღაც კომპანიაში პროგრამისტი მაგალითად, და იმას დააჯეროთ, რომ თქვენ მართლა კარგად იცით თქვენი საქმე. და წარმოვიდგინეთ, გადის ერთი თვე და იმ ტიპის კომპანიაში ჭირდებათ ახალი კადრი პროგრამისტად. ეხლა იმან უკვე იცის, რომ ერთი თვის თქვენ გაგიცნოთ, გამოცდილება იცის თქვენ უკვე პროექტები იცის, გენდობათ, ადგება და რეკომენდაციას გაგიწერთ. ან პატარა შორტკატი ვითაა რა. მე არ ვამბობ, რომ ეგ არის გამართლება. ანუ networking-ზე მუშაობა და ვიღაცა რო რეკომენდაციას გაგიწევს, ან პირიქით. ეგ გამართლება კი არა, მაგაზეც სამუშაო არის პირიქით. უნდა იმუშაოთ networking-ზე, უნდა გაიცნოთ ბევრი ახალი ადამიანი, უნდა იეროთ ივენთებზე, უნდა იყოთ რაღაც ჯგუფებში, community-ში. ეხლა თქვენს რომ ერთად ხართ, აი თუნდაც პროგრამის არ იცნობდეთ რა, საერთოდ არა საჭირო ვიღაც პროგრამის იცნობდეთ, რომ რეკომენდაცია გაგიწიონ მაგალითად. მე შეიძლება ვიცნობდე იურისტს მაგალითად. სიტყვაზე ჩემი მეგობარი არის იურისტი, მაგალითად მოვიყვანოთ ვთქვათ, რომელსაც გადავიცნობ, იმ იურისტმა იცის მე რას ვაკეთებ და იმ იურისტის კომპანიაში, სადაც ის მუშაობს, გამოჩნდა ახალი ვაკანსია. ადგება და მე გამიწევს რეკომენდაციას, ხო? იმიტომ რომ უკვე მენდობა. ამიტომ networking-იც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. და ჩვენს ალბომში ეგრე ვაკეთებთ, რომ იდეაში სტუდენტები რომ მოდიან, ყველაზე მარტივი networking-ი და ყველაზე მარტივად სხვა ხალხის გაცნობა
არის ის, რომ ვიღაცა სტუდენტი შემოდის და მასთან ერთად ხვდება ასობით ადამიანი, რომელიც იგივე საქმეს აკეთებს და რამდენიმე მენტორი, რომელიც ამ საქმეში წლებია არიან. ეხლა მეც მაგალითად ძმაკაცი მყავს ერთ-ერთ რეკლამო კომპანიაში, რომელსაც რაღაც დაჭირდა დეველოპერები და კი არ დაუწყია იმის ძებნა ახალი პროგრამისტის, იმიტომ რომ რაც თქვი ბევრი რესურსი დაიხარჯებოდა. აი გადამკითხა მე, ანუ შეიძლება სტუდენტები მყავს, მოდი შენგან გამიწი რეკომენდაცია ბარემო რა. ანუ უფრო გაუმარტივდა საქმე და ნეტვორკინგი და კონექშენები რო აქვს სტუდენტებს, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეხლაც მითხრა რომ კიდე მჭირდება და მე მომადგა ისევ, იმიტომ რომ იცის რომ რაღაც სტუდენტები მყავს, ვასწავლი და იცის რომ ცოდნე ტიპები არიან რა ჩვენთან. ამიტომ ნეტვორკინგი და იმის ახალი ხალხის გაცნობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. არ ვამბობ რომ ნეტვორკინგის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევთ. თქვენიცაც შეგიძლიათ თუ ჩარჯდეთ, აკრძალოთ ვაკანსიები, მაგრამ როცა რას კარგავთ, ბარემ ახალი ხალხი გაიცანით, საინტერესო ხალხი გაიცანით და შეიძლება რომ სადღაცას მოხვდეთ ჩერეს იმ ტიპით. ამიტომ ეგეც მნიშვნელოვანია და მაგასაც მიახციეთ ყურადღება. ოკეი. აქ ისევ გაჭედა ოფლაინ ვარ. ოკეი, ის დავუკვირდი. შემდეგი თემა არის soft skill-ები. არის ამ სფეროში soft skill-ები და hard skill-ები. Hard skill-ები არის ისეთი ტექნიკური უნარები, რომელიც გჭირდებათ რომ რაღაცა პროგრამზე იმუშაოთ. მაგალითად, იცოდეთ JavaScript-ი იცოდეთ, React-ი იცოდეთ, ტექნიკური საკითხები იცოდეთ მოკლედ რა. მაგრამ მეორე მხარეს დგას soft skill-ები, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის. მათ შორის არის კომუნიკაცია, გუნდურობა, დროის მენეჯმენტი, პრობლემის გადაჭრის უნარი და ასე შემდეგ. თქვენ თუ ხართ ძალიან კარგი დეველოპერი, ძალიან კარგი მუშაობა და ძალიან კარგი ცოდნა გაქვთ მიღებული, ხარისხიანი ცოდნა. მაგრამ არ გაქვთ soft skill-ები. ან მაგალითად კომპანიაში რო დასაქმდით და გუნდში მუშაობთ, გუნდს ვერ მოერგეთ. ან რაღაცა რო დაამატეთ ახალი განახლება საიტზე, ან რაღაც გაგიჭირდათ, კომუნიკაცია ვერ შედგა თქვენსა და თქვენ გუნდს შორის. ანუ ეგეთი კარგი კადრი არ იქნება. მთავარი არის აუცილებელი არის რომ ორივე გქონდეთ. hard skill-ებიც და soft skill-ებიც. დროის მენეჯმენტი შეგეძლოთ გუნდურად მუშაობა შეგეძლოთ, რასაც აქაც გასწავლით ალბომში და ასევე გუნდთან კომუნიკაცია. და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი არის მაგალითად პრობლემის გადაჭრის სკილი. ეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორ გადაჭრათ პრობლემა, ეგ მაგის თვისება რო გაქვთ გამომუშავებული და searching skill-ი. ეგ არის ყველაზე პირველი ორია ალბათ ჩემი აზრით. რაც უნდა შეგეძლოთ. და ეგ მოდის გამოცდილებასთან ერთად. და არ აქვს მნიშვნელობა რაინას ისწავლით. სიტყვაში შეიძლება JavaScript ისწავლოთ, ან Python-ი, ან Kotlin-ი მაგალითად მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ ენიდან ისწავლით პრობლემის გადაჭრის უნარს. იმიტომ რომ ბევრგან გაიჭედებით, ბევრს იწვალებთ, ბევრი წვალების ხარჯზე ახალ სწორ პასუხს მიადგებით და მაგით გამოგიმუშავდებათ ეგ თვისება. ეგა ყველაზე მთავარი, დამიჯერეთ ყველაზე მთავარი არის, როდესაც პრობლემა იცი როგორ უნდა გადაჭრა. მე იმას არ ვამბობ, რომ რაღაცა პრობლემა ახალი დაგიდეს და ეგრევე იცი როგორ გადაჭრა. სხვა რამეზე ვსაუბრობ. რაღაც პრობლემას დაგიდებენ, უმეტესობა არ გეცნობათ როგორ გადაჭრათ. მაგრამ პრობლემის გადაჭრის პასუხამდე მისვლის გზა რომ მარტივად გაიაროთ, აი მაგისთვის ჭირდებათ რომ ბევრი შრომოთ სეტაპზე და ეგ არის მთავარი სკილი, ყველაზე მთავარი სკილი. და მაგიტომ არის რომ აი მათემატიკაზე ბევრს აკითხვა სტუდენტებსაც რო წერენ კიდევაც და აპირებენ ჩვენ სწავლას, აი მათემატიკა არის თუ არა საჭირო პროგრამირების სწავლის დასაწყებად. და ეხლა გიპასუხებთ რომ მათემატიკა საერთოდ არაა საჭირო რომ კარგი პროგრამისტი გახდეთ. ელემენტარული გჭირდებათ, რა თქმა უნდა, მივადება გამოკლება ნაშთი ეგეთები, რა თქმა უნდა, ყველა ვიცით ხო? ინტეგრალი და რაღაცა ეგეთები არ გჭირდება, არც კალკულუსის სისტემა არ გჭირდება საერთოდ. არც სკოლის მასალა და მთავარი არის ძალიან ელემენტარულები. მაგრამ თან რაღაც მომენტში თუ დაგჭირდათ ადგებით და დაარესერჩებთ. ისე არ არის საერთოდ რომ აი მოდი ახლა 2 წელი მათემატიკას ვისწავლი და მე იქნებ დამჭირდეს. ეგრე არა. აი უნივერსიტეტში მაგალითად ეგ არ მომწონს მე პირადად რომ აი მათემატიკას ვსწავლობ, კალკულუსს რო ვისწავლობ, ახლა ალბათობას რო ვსწავლობ,
ან უბრალოდ ვსწავლობ რა, ანუ არ დამჭირდება, თან თუ დამჭირდა აი ამ ხელად ცოდნის მათემატიკის ოდნის ნაწილიდან დამჭირდება აი ამდენი მარტო. რომელსაც როცა დამჭირდება, მაშინ ვისწავლე. რატო უნდა ვისწავლო ამდენი, რაც არ დამჭირდება, როცა ვისწავლე ამდენს, რაც დამჭირდება, თან იმ დროს როცა დამჭირდება. მაგრამ თქვენ თუ გაქვთ მათემატიკური აზროვნება, უფრო გაგიმარტივდებათ პროგრამირების სწავლა. იმიტომ რომ მათემატიკაშიც ბევრი რამე მსგავსია, ფუნქციებია, ცვლადებია, პირობითი ოპერატორები არის, პირობითი ოპერატორები და ასევე არითმეტიკული ოპერატორები. ამიტომ თქვენ თუ გაქვთ გამოცდილება მათემატიკასთან და ფიზიკასთან, შესაბამისად, გამომუშებული გაქვთ ასევე პრობლემის გადაჭრის უნარიც. იმიტომ რომ მანდაც არის ამოცანა, რაღაც გაქვს უცნობი ელემენტები და უნდა იყოს სწორი პასუხი. და ერთმანეთთან დაკავშიროთ რამდენიმე ფორმულა, რამდენიმე მასალა. და ეგ სკილი გჭირდებათ ასევე პროგრამირებაშიც. ამიტომ ვისაც მათემატიკური აზროვნება აქვს, ის უფრო მარტივად ისწავლის პროგრამირებას, ვიდრე ვისაც ჰუმანიტარული აზროვნება აქვს. მაგრამ ეხლა ჩვენი გამოცდილებიდან მაგალითად უფრო ნაკლები სტუდენტი ყოლია, ვისაც მათემატიკური ბექგრაუნდი აქვს, ვიდრე ჰუმანიტარული. მაგრამ ვინც მოინდომა და მართლა ბოლომდე მიაწვო, ყველას გამოვიდი და ყველა მიაღწია წარმატებას. ამიტომ ეგ მაგას არის ფიქრობ, თუ ეხლა მათემატიკა არ მიყვარს და ამას დროს ვერ ვისწავლე. ეგრე არა. უბრალოდ მათემატიკა თუ გიყვართ, უფრო გაგიმარტივდებათ. აი ხა მეც პირადად ჩემი ყველაზე საყვარელი საგანი სკოლაში იყო მათემატიკა და ფიზიკა. ძალიან მიყვარდა. თავიდან მე კლასამდე ჰუმანიტარული მინდოდა ჰუმანიტარულის მხრივ განვითარებულიყო, მაგრამ მე უფრო მივხვდი რომ მათემატიკა და ფიზიკა მომწონდა. და ძალიან მიყვარდა ეგ ორი საგანი. ეხლა უნივერსიტეტში არა, იმიტომ რომ ეხლა რო ვიცი რომ პროფესიულმა გასწავლენ წესით, მაგრამ მათემატიკას გასწავლენას არ გჭირდება. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. დამეხმარა მოკლედ რა ეგ სკილები, რაც მათემატიკი და ფიზიკიდან დამრჩა პროგრამირების სწავლაში. და ხო, თან ის უნივერსიტეტს შევეხე. დეველოპმენტი და დეველოპერობა, ანუ ისეთი კარგი პროფესიაა, რომ არ გჭირდებათ ფორმალური განათლების მიღება. ეხლა მეც მართალია ვსწავლობ უნივერსიტეტში, მაგრამ იმის გამო არ ვსწავლობ, რომ უბრალოდ ცოდნა მივიღო, სხვა მიზეზები მაქვს. ანუ რასაც მივახცე ჩემით, ანუ ჩემი თავს ჩაუჯექი და ჩემით ვისწავლე. და თან ის არის ყველაზე მაგარი, რომ თუ რაღაცა იდეა გაქვთ, შეგიძლიათ დაждდეთ და მაგ იდეაზე მუშაობთ, რაღაცა ბიზნესი გააკეთოთ მაგალითად. სიტყვაზე მე რომ მაქვს ბიზნეს იდეა, შემიძლია პროგრამირება რომ ვიცოდი, ავდგე და დავწერო კოდი, პროგრამა დავწერო, სისტემა დავწერო, საიტი დავწერო. და ფული ვიშოვმაგია, ანუ არა აუცილებლად რომ მაინც და მაინც პროგრამისტი გახდეთ და ვიღაცისთვის იმუშაოთ. ეს სფერო რო იცით, აი ძალიან ბევრი რამე შეგიძლიათ. თუ კრიპტოში ხართ მაგალითად, შეგიძლიათ ბოტი დაწეროთ. თუ ბიზნესი გაქვთ, შეგიძლიათ რომ თქვენი საიტი ააწყოთ. ანუ გადახდეთ სისტემით და ყველაფრით. ან შეგიძლიათ უბრალოდ დასაქმდეთ, ანუ სხვისთვის იმუშაოთ. ანუ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ თუ პროგრამირება იცით. არა აუცილებლად რომ მაინც და მაინც დასაქმება გინდოდეთ. შეგიძლიათ ისწავლოთ ეს სფერო და არც დასაქმეთ, მაგრამ რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ ხოლმე. ბოლოსკენ მივდივართ. კიდევ დიდხანს არ დაკლით. შემდეგ საკითხი არის, არ იყო front-end React ან back-end Django developer-ი, იყავი software engineer-ი. ეს რას ნიშნავს? ჩვენ მაგალითად front-end-ის მხარეს ვასწავლით React და Angular-ს, back-end-ის მხარეს ვასწავლით Django-ს და .NET-ს, ეხლა Node-ის გვემატება. და ამით რა ვიგულისხმენ? არ უნდა შეიზღუდოთ თქვენი თავი რაღაც ერთ პატარა ბაბლში. არ ვქოთ რომ ეხლა მოდი front-end-ის აწყობას, ან front-end developer ვიქნები React-ის განხრით. და მორჩა. ან იმის იქით რამე თუ საჭირო იქნება, იმას აღარ ვისწავლი. უნდა იყოთ software ინჟინერები. software ინჟინერი არის ადამიანი, რომელსაც აქვს პრობლემა და ჭრის ამ პრობლემას იმ ხელსაწყობის დახმარებით, რაც მაგას ჭირდება. შეიძლება იყოს React, Django, Angular ან სხვა რამე. ან სიტყვაზე შეიძლება ისეთ სამსახურში დაიწყოთ მუშაობა, სადაც ის ტექნოლოგია გჭირდებათ, რაც აქამდე არ გისწავლიათ. ეხლა მე მაგალითად რომ მუშაობ ერთ კომპანიაში, მუშაობ Vue-ზე, Vue და Nest-ია. აქამდე არასდროს არ მქონი იმის სურვილი და საჭიროება, რომ Vue და Nest-ი მესწავლა. მაგრამ რო გამოჩნდა ეს რაც რო დავიწყე მან მუშაობა, მე უკვე დავმუყამე. თან აქ ყველაზე კარგი ისაა, რომ ერთ რაღაცას დავმუყამე, მე მეორეს სწავლა ადვილი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთს გავს. ან იმით არ უნდა შეიზღუდოთ თავი, რომ აი მოდი ეს ვაკანსია Vue-ზეა, Angular-ზეა, მე React-ი ვიცი და მოდი აღარ მინდა. ანუ ეგრე არაა. ან სიტყვაზე მარტო front-end-ი ვიქნები, back-end-ს არ ვისწავლე. ეგრეც არაა საჭირო. ანუ front-end-იც უნდა იყოს და back-end-იც, იმიტომ რომ უფრო მეტი გასაქანი გიქნებათ.
უფრო ბევრი კარი გაიღება თქვენთვის, როდესაც უფრო მეტი იცით და ბევრ ტექნოლოგიას ფლობთ კარგად. იმასაც არ ვამბობ, რომ ყველაფერს ერთიანად მიაწყობთ. ჯობია ჯერ ერთი ისწავლოთ, მერე მეორე, მერე მესამე. და იმასაც არ ვამბობ, რომ აი ფრონტენდის განხრით React, Vue, Svelte, Angular ერთად ისწავლოთ. არა, მოდი ისწავლოთ ერთი, კარგად ისწავლეთ და თუ რაღაც სხვა შესაძლებლობა მოგეცათ, რომ ვიღაცასთან იმუშაოთ Angular-ზე მაგალითად. ადგილით Angular-ს ისწავლოთ ორ კვირაში. ძალიან მარტივია. ერთი რაღაცა ტექნოლოგია რო იცით კარგად, მეორე სწავლა არის ძალიან მარტივი. მაგიტომ არის რომ software ინჟინერები უნდა იყოთ და რაღაც კონკრეტული განხრით. აი front-end React-ი იმის იქით მე აღარაფერი აღარ ვიქნები. ან back-end წერეთ .NET-ზე იმის იქით აღარაფერი აღარ ვიქნებით. უნდა იყოთ software ინჟინერები. გაქვთ პრობლემა და თქვენი თავი მიზანი ის პრობლემა ამოხსნათ. მორჩა, რითი ამოხსნით? რა tools გამოიყენებთ, რა ხელსაწყოს გამოიყენებთ, ეგ თქვენთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ, რომ აი ამას რო გამოვიყენებ, მაინც გამომივა. შეიძლება მეორე გამოვიყენო, მაინც გამომივა. პრობლემას გადავჭრი რა. მინდა შევეხო რამდენიმე სიტყვით ხელოვნურ ინტელექტს. ბევრს აქვს უკვე ამ ბოლო დროს კითხვა, ჩაგვანაცვლოს თუ არა AI პროგრამისტებს. პასუხი არის ამაზე მარტივი არა. ეხლა ვცდილობ პასუხს გეტყვით. ძალიან ბევრია მე გამარტივე ხელოვნურმა ინტელექტმა ამ ბოლო წლების განმავლობაში. ეხლა მეც მაგალითად ხშირად ვიყენებ ძალიან ChatGPT-საც ვიყენებ, Copilot-საც ვიყენებ და მეხმარება ისეთი კოდის დაწერაში, რაც არის რუტინული. მე რომ რაღაცა კოდი ვიცი როგორ უნდა დავწერო, მაგრამ მეზარება ვატრენებ Copilot-ს ან ChatGPT-ს. ანუ ვიცი რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ მეზარება რა დროს დავზრუნო და დავაწერინებ AI-ს. და მაგან ის გამოიწვია, რომ ადრე თუ იყო მაგალითად საჭირო ერთი საქმისთვის 5 ჯუნიორი, ახლა არის საჭირო იმუშაო 2 ჯუნიორმა. მოთხოვნა არ გაუქრია საერთოდ, ან მოთხოვნა ისევ არის ჯუნიორებზეც, მიდლებზეც, სენიორებზეც. თავარია რომ ეგ სწორი კომპანია ეძებოთ და როგორც წინაზე თქვი, როგორი რა ხერხები უნდა გავიყავოთ და როგორ დაიწყოთ მუშაობა, ეგენი გაითვალისწინოთ. მაგრამ ეხლა აქამდე თუ ჭირდებათ 5 დეველოპერი ერთ საქმისთვის, ეხლა ჭირდებათ 2 დეველოპერი. იმიტომ რომ ის 2 დეველოპერი ვადგება და თავის საქმეს გააკეთებს, დანარჩენი სამის საქმეს გააკეთებინებს ChatGPT-ს ან Copilot-ს, ან რამე AI-ს. მაგრამ მაინც არ შეგვადასტურს და რატო? თქვენ თუ ხართ კარგი დეველოპერი, აი ეს სკილები რაც ჩამოთვალოთ, ყველაფერი გაგაჩნიათ და მართლა კარგი ხართ, AI ვერ შეგანაცვლებთ. ეხლა ჩემ შემთხვევაში მაგალითად AI რაც უნდა გავითარდეს, პროგრამისტი მაინც ვიქნები. ანუ მე პირიქით მიხარია რომ AI ვითარდება, იმიტომ რომ უფრო მეტ რუტინულ საქმეს მე აღარ გავაკეთებ და მარტო ლოგიკაზე ვიფიქრებ, როგორ უნდა დავწერო პროექტი, სისტემა როგორ უნდა ავაწყო და რაც რუტინულია და რაღაცა ისეთ ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო და 1000-ში გამიკეთებ, იმას გავაკეთებ AI-ს. ეგ მიხარია ხოლმე რომ რაღაც ახალი გამოდის. და თქვენც ეგრე უნდა იყოთ, ანუ როდესაც კარგი ხართ რაღაც საქმეში, რაცა უნდა მოხდეს, ვერაფერი ვერ შეგანაცვლით. ეხლა შეიძლება სიტყვაზე 10 წლის მერე ისე გავითარდეს AI რომ ფრონტი დაწეროს ხოლმე კარგად. მაგრამ ეგ არის 10 წლის მერე. ეხლა ამ უახლოს მომავალში ეგეთი რამე არ მოხდება, უბრალოდ ჩანსი არა. და ხო, ამას ბევრი არ ამბობს ხოლმე, მაგრამ ამ სფეროში ყველა ვერ მიაღწევს არამატებას. რაცა უნდა ცუდად ჟღერდეს, ну ასეა რა. ეხლა ინტერნეტში მეც ბევრჯერ ხვდება, რომ აი მოდი ისწავლე და უეჭველი დაგასახმებთ. ან უეჭველი დაიწყე მუშაობას. და გარანტიების გაცემა არის არასწორი. და ჩვენც ყოველას უნდა ვეუბნებით და სწორ მოლოდინებს ვუქმნით ამ სფეროსთან დაკავშირებით. შენ რო ჩემთან მოდიხარ სიტყვაზე, ხო? მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უნდა მოგცე, რაც შეიძლება ხარისხიანად, რაც შეიძლება მალე და იმაზე ნაკლები წვალები თუ შენ იწვალებდი და мотиваცია არ დაგკარგინო, სიები შეგიდგინო, დაგეხმარო ბაზარზე რომ გახვიდე ან რეკომენდაცია გაგიწევ და მე დაგასაქმო, მაგრამ მე შენ აკპირდები რომ უეჭველი დაიწყე მუშაობას. იმიტომ რომ მე რო სტუდენტს დავპირდი რომ შენ უეჭველი დაიწყე მუშაობას, შეიძლება სტუდენტმა იზარმაცოს და მე მომადგეს რომ აი დამპირდი მუშაობას დაიწყებდიო და რატო არ დავიწყეო და ეხლა მე რა უნდა ვუყო? ანუ არ სწავლობდა ხო კარგად. ანუ აქაც იგივეა ზუსტად. ყველა იმიტომ ვერ მიაღწევს წარმატებას. განა იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია პროგრამირების სწავლა. შეუძლია. ყველა შეუძლია პროგრამირება ისწავლოს, რამე განსაკუთრებული ის კი არა, ანუ მეც კი არა რაღაცა ზეჭკვიანი და ზეგონიერი, ანუ ეგრე არა. ყველა ისწავლის პროგრამირებას. უბრალოდ ყველა არ არის ისეთი ადამიანი,
რომელიც ყოველდღე დაждდება, ყოველდღე იწვალებს, ბოლომდე მიაწვება და ექნება დიდი მოთმინება. უბრალოდ ეგრე არ არიან ხოლმე. ეხლა ჩვენთანაც ჩვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, რო გითხრათ, ჩვენთან რო შემოდიან სტუდენტები, ზოგი ნებდება, შუაში გადის, ზოგი ერთ თვეში გადის, ზოგი ბოლოსკენ რომ მიდის, სიობს არ აგზავნის და მაგ ხრივ ზარმაცობს რა. ანუ აქეთ კი ჩვენ ვაწვევით, მაგრამ თუ სტუდენტმა არ გამოიჩინა ინიციატივა, რომ თვითონ დაიხარჯოს, ძალიან დაიხარჯოს, ისე არ გამოვა. ანუ წარმატება გარანტირებული მხოლოდ მაშინაა, როცა იმას გააკეთებთ, რაც ყველაზეც ვისაუბრეთ დღეს. და ჩვენთანაც ეხლა მე ისეთი სტუდენტი არ მახსენდება, რომელმაც კურსი დაამთავრა, მართლა იწვალა, ხარისხიან ისწავლა, მე იმას არ ვარ, რომ კურსი დაამთავრა და მორჩა. ანუ კურსს რო დაამთავრეთ და ლექციას უყურებთ, რაღაც ტექნოლოგიას ისწავლეთ, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ იცით უკვე. მართლა მაშინ იცით, როცა ყველაფერი განაზრებული გაქვთ. შეიძლება 10 პროექტი გქონდეთ გაკეთებული, მაგრამ იქიდან 1-90% არ გქონდეთ განაზრებული. და იმიტომ აკეთებდეთ პროექტებს, რომ აი ლიჟბი პროექტი მქონდეს და CV-ში მეწეროს. ეგიც არ ვარ და უნდა იცოდეთ, რაზე მუშაობთ. და მე არ მახსენდება ეს სტუდენტი, რომელმაც ყველა ეს ყველაფერი გააკეთა და რაღაცა პროექტი ვერ აიღო, მუშაობა ვერ დაიწყო. წარმატების მიღწევა გარანტირებული მხოლოდ მაგ შემთხვევაშია, თუ ამ ყველაფერს გააკეთებთ. ანუ მე გაზეთ რაღაცა რუკას რა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. მაგრამ ეგ უკვე თქვენი და ყველას ხwisi არჩევანია, ამ რუკას გაყვება თუ არ გაყვება. მთავარი არის დისციპლინა. და ხო, ამაზე ვსაუბრობდი, თუ მართლა მონიტომე იწვალი და შენი მაქსიმუმი ჩადე ამ საქმეში, აუცილებლად გამოგივა. აი, სულ ეგრეა, ამ სფეროში არა მარტო ცხოვრებას ზოგადად, თუ მართლა მონიტომეთ, მართლა იწვალეთ და მართლა მთელი თქვენი მაქსიმუმი ჩადეთ, ყველაფერი გამოგივათ. ანუ არ უნდა შეზღუდოთ თქვენი თავი. მართლა მონდომებაში იმას კიდევ არ გულისხმობ, რომ რაღაცა მოდი დღეს გავერთობი რა და ნახევარს მესამე ნახევარს გავერთობი. არა, მართლა უნდა ჩადოთ თქვენი რესურსი, მთლიანი რესურსი. იმიტომ რომ რაღაც თუ გინდათ რომ კარგს მიაღწიოთ, უნდა დათმოთ. სანაცვლოდ რაღაც ნაწილი. აი ერთი ისა ერთი ფრაზა არის რომ თუ გინდა რომ 20-იან წლებში კონდეს ბევრი თავისუფალი დრო, 30 რო გახდები, იქნები under skilled. მაგრამ თუ გინდა რომ კონდეს ბევრი სკილი და წარმატებას მიაღწიო 30-იან წლებში იქნები under lived. ანუ თუ ბევრი იმუშავე შეიძლება რაღაცები მოიკლო, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრ წარმატებას მიაღწევ და გიღირს. მაგრამ თუ ეგრე არ გააკეთე, ეხლა იქნები თავისუფალი და მე უფრო რაღაცები შეგაწუხებსა და იფიქრე, რომ აი რატო არ გავაკეთე ესე ტრახში. და ხო, ანუ რაც ჩამოთვალე გარწმულობა ბევრი სირთულე იყო. და ზუსტად ამ პროცესების გამარტივებაში გეხმარებით ჩვენ, ანუ გაზოგინებთ დროს, გეხმარებით სწავლაში, ლექციებს გაწვით ქართულ ენაზე, თუ ინგლისური არ იცით, მაგაში რაღაცებში გეხმარებით, CV შედგენა, ბაზრის ანალიზი, რეკომენდაციები თუნდაც, გუნდ პროექტებზე მუშაობა, რეალურ პროექტებზე მუშაობა, live coding გასაუბრებები, მაგაში გეხმარებით ჩვენ. და ეგაა ჩვენი მიზანი, ხა ეს რა საქმეს დავიწყეთ მეგობრებმა. ეგ გვინდოდა რომ საქართველოში ყოფილიყო ესეთი ადგილი, სადაც მართლა იქნებოდა ისეთი სივრცე, რომ სტუდენტი მოვიდოდა და მიიღებდა იმ ყველაფერს, რაც სჭირდება წარმატების მისაღწევად. აბსოლუტურად ყველაფერი ერთ სივრცეში რო ყოფილიყო და ჩემი აზრით ეს შევძელით, ანუ ბევრი სტუდენტი დასაქმებულა და ეხაც მუშაობენ, ზოგი ყოფილა რომ სწავლა არ დაუმთავრებია და ისე გასულა. ანუ პროექტი აიღო და გასულა რა. იმიტომ რომ თუ პროექტს აიღეთ მართლა და მუშაობას დაიწყეთ ახაც კომპანიაში, რავი, საჭირო არც ამბოდი, რომ სადმე სწავლობდეთ. ან თქვენზე დამოკიდებული ზოგი არის, რომ ეხა პროექტი აქვს აღებული და უბრალოდ ვეხმარები მაგ პროექტის გაკეთებაში. ეგეც შეიძლება. ან ზოგი ყოფილა რომ გასულა, იმიტომ მუშაობა დაიწყო და მე მოუწერე, მოდი დამეხმარო და ნუ პრობლემა არა ეხა. იმიტომ რომ მან კიდევ ცალკე ბევრი სწავლა გიწევს მუშაობის დაწყებისა, ცალკე ჩელენჯებია და მაგაში რომ დავეხმარო, იქით კარგია რა, ჩემი მხრიდან და არ მეზარება ხოლმე. ესაა და ეს. ძირითადად მადლობა ყურადღებისთვის, თუ რამე კითხვა გაქვთ, მოვისმენთ. კითხები ხო არ გაქვთ დღევანდელ თემასთან ან ჩემ შესახებ ან ნებისმიერი რა. თუ გაქვთ გისმენთ. გისმენთ.
C++-ი დაემატება, ოღონდ ჯერ არ ვიცით როდის. ბევრი რაღაცის დამატება გვინდა. ზოგადად განახლებებზე და გაუმჯობესებაზე მუდმივად მუშაობთ. აი ეხლა ერთი ნაკადი რომ მიდის, უკვე ვფიქრობთ მეორე ნაკადზე რა შევცვალოთ და რა დავამატოთ ახალი. გვინდა რომ დავამატოთ C++-იც, გრაფიკული დიზაინის მაგალითად ბევრი სფეროს დამატება გვინდა, მაგრამ მაგას ცოტა დრო დაჭირდება, უბრალოდ ვერ ეკიტყვი. იმიტომ რომ ეხლა რაც გვაქვს გვინდა რომ იყოს მაქსიმალურად კარგი და საუკეთესო. ეხლა ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ გვინდა რაღაცები დავამატოთ და შევცვალოთ. მომავალში იქნება, მაგრამ აი ამ წელს არ ვიცი იქნება თუ არა. სულ რა ვიტყვი. სხვა გაკითხები? ოკეი. თუ კითხები არა, მაშინ შეგვიძლია ვისაც გვიჩქარება წავიდეთ, ან ეხლა დავრჩეთ, ნეტვორკინგი იყოს, გავიცნოთ ერთმანეთ პირადად, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე და რა ვიხალისოთ. ეგა და ეგ. მადლობა ყურადღებისთვის ყველას.